ჩვენ გვინდა რომ აქ ამ სივრცეში იყოს კონსტრუქციული დიალოგი და ყველასთვის უსაფრთხო გარემო, რაც მოიაზრებს იმას, რომ ჩვენ შორის დამნაშავეებს არ ვეძებთ, უბრალოდ ვაანალიზებთ ყველაფერს და ვეძებთ გამოსავალს. გამოსავალი არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, როგორ შეიძლება დაუპირისპირდეთ გამოწვევებს. და ამან უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური ჩართულობა და სამომავლოდ ერთობლივი პოზიციების, ერთობლივი მიდგომების თუ პოლიტიკის შემუშავებას შეუწყოს ხელი. დისკუსიის ფორმატი არის ღია, საჯარო და ინკლუზიური, ნებისმიერ შეუძლია შემოერთდეს, ნებისმიერ შეუძლია მოусმინოს და ნებისმიერ მონაწილე შეუძლია თავისი სურვილი გამოთქვას წინასწარ შევათანხმებთ და მოხსენება ან მისთვის ასეული თემა წამოწიოს წინ. რაც შეეხება დროის რეგლამენტს დისკუსიის ეტაპზე თითოეული ფორმალურად ესე დათქმით პირობითად 3 წუთი გოს გამოყოფილი, თუმცა ხანდახან ამას არც ვიცავთ, ხო? როცა საჭიროა მივუყვებით უფრო საჭიროებას დისკუსიის განმავლობაში. და თითოეულ მონაწილეს გთხოვთ წარადგინოთ საკუთარი თავი და ორგანიზაცია სანამ ისაუბრებთ, იმიტომ რომ ჩვენ კი შეიძლება კარგად ვიცნობთ უკვე ერთმანეთს, მაგრამ მსმენელისთვის, ვინც პირველად მოგვისმენს, უნდა იყოს გასაგები და დისკუსიის ტრანსლირება ხდება Facebook Live-ის საშუალებით. სულ ეს მინდოდა რაც მე თქვა, ქალბატონ ლილი გთხოვთ და გისმენთ ყურადღებით. დიდი მადლობა ნანა, მე დავიწყებ პირველ რიგში ასევე მადლობას მოგახსენებთ დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისთვის, თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის, რადგან საკითხი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, პრინციპში ალბათ ეხა ძალიან აქტუალურია და მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც იცით, ეს ასამბლეამ, ეს ინიციატივა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული დავიწყეთ სწორედ იმიტომ, რომ მივიდეთ საერთო შეთანხმებულ პოზიციამდე თუ რა შინაარსს სამართლიან ახალ საპარლამენტო არჩევნებში და რა შინაარსი არის ის, რაც ჩვენ მოგვიტანს გამჭვირვალე პროცედურებს, სამართლიან არჩევნებს, რომელსაც ექნება საზოგადოებაში ნდობა და ჩამოვაყალიბოთ აი ამ მსჯელობების შედეგად ისეთი ახალი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ყველა პარტია და სამოქალაქო საზოგადოება ამ ახალ არჩევნებში შევიდეთ რწმენით იმისა, რომ ეს არჩევნები აღარ გაყალბდება და უკვე შედეგი ნამდვილად ასახავს ქართველი ამომრჩევლის ნამდვილ ნებას. ანუ დადგება იმისგან აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი, რაც 20-24 ოქტომბერში ვიხილეთ ყველამ ერთად. ამიტომ დღევანდელი დისკუსიის პირველ თემად გთავაზობთ თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების და ფუნქციონირების მოდელის განხილვას. დღეს კი დავიწყებთ ამაზე მსჯელობას, მაგრამ გესმით, რომ ეს დიდი თემაა და დღესვე ვერ მორჩება, მაგრამ არაუშავს 4 შაბათს გავაგრძელებთ კიდევ და კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება იმისთვის, რომ საერთო შეჯერებულ პოზიციებამდე მივიდეთ. საკითხი იმის თაობაზე, აი ამას კი ჰქვია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პაკეტი, მაგრამ ეს რეალურად არ იქნება კლასიკური ცვლილებების პაკეტი. ანუ ეს არ იქნება ისეთი ცვლილება, რომელიც უნდა გავიდეს, ვთქვათ, პარლამენტში, არალეგიტიმურ პარლამენტში და ვთქვათ, არალეგიტიმურმა პარლამენტმა ამაზე უნდა იმსჯელოს. ამის საჭიროება საერთოდ არ არის. მით უმეტეს, რომ ყველამ ვიხილეთ თუ როგორ იყენებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის იმ ნორმებს, როცა შეუძლია, რომ კოდექსის საწინააღმდეგო დებულებებიც კი დაარეგულიროს საკუთარი დადგენილებით. შესაბამისად, ეს საკანონმდებლო გზაც არსებობს და შეგვიძლია ამის გამოყენების მართლზომიერებაზე და მიზანშეწონილებაზეც ვიმსჯელოთ. მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის, რომ შევქმნათ ისეთი მოდელი, აი ამ გარდამავალი პერიოდისთვის, ანუ იქამდე ვიდრე გვჭირდება ეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც მთლიანად პროპორციული იქნება ცხადია არჩევნები, მისცემს საშუალებას მცირე და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომ იმონაწილეონ ამ არჩევნებში და მიიღონ ზოგადად როგორც საარჩევნო პროცესების მართვაში, ისე ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. შემდეგ მოიცავს ახალ სისტემას საარჩევნო დავების განხილვისა, ანუ და საარჩევნო ტექნოლოგიების იმდაგვარად გამოყენების წესს, რომ აღარ მოხდეს ასეთი მასშტაბური გაყალბება და მასშტაბური აფეორების განხორციელება, რაც ვიხილეთ ოქტომბრის არჩევნებზე.
და შესაბამისად ახლა შემუშავებული ეს წესები არამხოლოდ გარდამავალი ეტაპისთვის იქნება სასარგებლო, არამედ ყოველ მომდევნო ხელისუფლებას დაუყენებს, ასე ვთქვათ, ჯებირებს, რომ მათ არ დაიწყონ არჩევნების გაყალბება. ასევე უზრუნველყოფს საარჩევნო სუბიექტების და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა უფლებამოსილების გაზრდას, აი ამ გარდამავალი ეტაპის მოდელი ამისთვისაც არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც იცით, ბოლოდროინდელი ცვლილებებით, აპრილის და მარტის ცვლილებებით აბსოლუტურად გაუქმებულია თითქმის არჩევნებზე დაკვირვების ინსტიტუტი და ცხადია, რომ ამასთან შეგუება შეუძლებელია და სამოქალაქო სექტორი, უნდა ძალიან ხმამაღლა ვაცხადებდეთ ყველა ერთხმაში, რომ შეუძლებელია ასეთი ტიპის საარჩევნო კანონმდებლობით ჩვენ ვისაუბროთ არჩევნებში შესვლაზე ან მონაწილეობაზე. ასევე ამ სამუშაოს მიზანი არის, როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, რომლის შემადგენლობა დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას და საქმიანობა იქნება იმდენად გამჭვირვალე, იმდენად დემოკრატიული და სამართლიანი, რომ ის გაზრდის ამორჩეველთა აქტიურობას და ჩართულობას ამ საარჩევნო პროცესში. ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ერთ-ერთი წინადადება, რომელიც მინდა რომ შემოგთავაზოთ და თუ გნებავთ დღეს ამაზე არც დეტალურად არ ვიმსჯელოთ და გადავდოთ ამაზე მსჯელობა, გნებავთ თუ დღეს გაგიჩნდებათ უკვე ამაზე აზრი ბრძანოთ. ერთ-ერთი შემოთავაზება ასეთი გვაქვს, რომ დღევანდელი სამდონიანი საარჩევნო ადმინისტრაცია გადაიქცეს ორდონიან საარჩევნო ადმინისტრაციად. ეს გულისხმობს საოლქო საარჩევნო კომისიების მთლიანად გაუქმებას. საიდან მოდის ეს წინადადება? ეს წინადადება მოდის იმ მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად და იმ პრაქტიკაზე დაყრდნობით, რამაც უკვე ჩაიარა ჩვენს თვალწინ და მთელი 10 წლეულების მანძილზე ჩვენ ვხედავთ, რაში მდგომარეობს რეალურად საოლქო საარჩევნო კომისიების როლი. მათი როლი ყოველთვის იყო მარტივად და მსუბუქად რო ვთქვათ, გაყალბების ხელშეწყობა. ძალიან არასასიამოვნოა ალბათ ამისი ესე ღიად თქმა, მაგრამ მოგვიწევს და ბოლო აკორდი ალბათ იყო 2024-ის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეასრულა მათზე კონსტიტუციით თუ საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება, მათ რეალურად არ გაუხსნიათ და არ გადაუთვლიათ საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ არ გახსნეს არც ვერიფიკაციის აპარატებიდან ამობეჭდილი ქვითრები, არ გახსნეს საარჩევნო სიები, მათ არც ერთი ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და არ დააკმაყოფილეს, რომ აღარაფერი ვთქვათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებმაც თითქმის და ამ შემთხვევაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ისვედმა თითქმის ყველა რეგიონში შეიტანეს სარჩელები, მაგრამ კარგად ვნახეთ, სადრა გაიხსნა და სადრა გადამოწმდა. რეალურად იმის ნაცვლად, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები იყოს გადამოწმებელი ფაქტების და სიმართლის დამდგენი, ობიექტური გარემოებების დამდგენი, რეალურობაში ის ემსახურება არჩევნების უფრო ღრმად და სისტემურად გაყალბებას. და ჩვენ ალბათ ყველამ ვიხილეთ ამ არჩევნებზე რა მოხდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და თანამდებობის პირებს იბარებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში და აწერინებდნენ პასუხებს და კარნახობდნენ, როგორი ახსნა-განმარტებითი ბარათები უნდა დაეწერათ იმ სარჩელებზე, რაც საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შეტანილი და იმ განცხადებებზე, რაც ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჰქონდათ შეტანილი. ამიტომ მე თუ მკითხავთ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ დამატებულ ღირებულებას ამ შუა დონის არსებობაში და განსაკუთრებით ვერ ვხედავ იმის ფონზე, რომ ჩვენ ტენდენცია გვაქვს კარგად მკვეთრად გამოკვეთილი, რომ გადავდივართ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართედ გამოყენებაზე. შესაბამისად, ასეთ სისტემაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან ამობეჭდილი შედეგები და ოქმები წუთების მანძილზე იგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და აისახება მათ სერვერზე, გაუგებარია რისთვის არსებობს საოლქო საარჩევნო კომისია. ეს შუა რგოლი. ამიტომ მინდა რომ ეს თემა ესე სამსჯელოდ მოგაწოდოთ და ჩვენ შეგვიძლია ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეც დეტალურად განვიხილოთ. რაც გვინდა რომ ამ პირველ თემაში ჩავტიოთ არის ასევე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების ჯერ
პირველი საკითხი იდენტიფიცირება და როგორ დანიშნავენ და რომელი პარტიები დანიშნავენ კომისიის წევრებს, ისე რომ ქართული ოცნების დომინაცია იქნეს გამორიცხული და ეს ამოფარება ეგრეთ წოდებულ პროფესიულ კომისიის წევრებთან, რომელიც სრული ფიქციაა, უკვე კარგად ჩანს 10 წლეულების მანძილზე, გასაგებია, რომ ეს წესი უნდა შეიცვალოს. ამიტომ გთავაზობთ, რომ ანუ ვიფიქროთ უფრო მთლიანად პარტიულ და კომპლექტებაზე, როგორც გარდამავალი მოდელი. აი მას შემდეგ, რაც უკვე მართლა დემოკრატიული წყობა დამყარდება ქვეყანაში, შემდეგ უკვე გვექნება იმისი ფუფუნება, რომ ნამდვილი ხანგრძლივი ყველაზე დემოკრატიული და სამართლიანი მოდელი შევიმუშაოთ, მაგრამ ეს არის უბრალოდ ამ წლევანდელ გარემოებაზე პასუხი. და ვიმსჯელოთ ამაზეც. უნდა დაბრუნდეს ისევ წილისყრის წესი, უნდა მოხდეს საჩივრების წესის და დავების განხილვის წესის მთლიანად გადახედვა და უნდა გადავიაზროთ რა როლი უნდა ჰქონდეს სასამართლოს. აი თვითონ ის სისტემა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები განსახილველად მიდის სასამართლოში და არა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ეს ცოტა უცნაური სისტემა არის მოფიქრებული და გასაგები არის, თვისაც არის მოფიქრებული. გვესმის, რომ ეს ყველაფერი გაყალბებას და ცესკოსთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ემსახურება და ამით ის უპირისპირდება თუნდაც ჩვენ სახელმწიფოში არსებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და ამ პრინციპებს, იმიტომ რომ თუ კი შენ ადმინისტრაციული ორგანო ხარ, გაგაჩნია სხვადასხვა დონეები, მაშინ ყველა ლოგიკა და სტანდარტი მოითხოვს, რომ ჯერ ამ ადმინისტრაციულ ვერტიკალში უნდა გაიაროს საჩივარმა გზა, ამოწუროს თავისი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლოს სასამართლოში. აი ასეთი ტიპის საკითხების განსახილველად გვინდა რომ დრო გამოვყოთ. ერთ-ერთი შემოთავაზებაა, რომ ცესკოს მოქმედება და საქმიანობა რომ გახდეს უფრო გამჭვირვალე, საჭირო იქნება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომელიც შედგება ავტორიტეტული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მედიისა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. რომელ ორგანიზაციებზე გვაქვს ლაპარაკი, ნუ ეს მარტივია, ეს EUTODIR იქნება თუ IFES იქნება თუ UNDP იქნება თუ ასე ვთქვათ, არჩევნების საკითხებზე მომუშავე NDI, ARI თუ სხვა ორგანიზაციები თუ პლატფორმები, ამაზე მერე ცალკე ვიმსჯელოთ, მაგრამ აი ერთ-ერთი ჩვენი შემოთავაზება ამაში მდგომარეობს, რომ სამეთვალყურეო საბჭო სჭირდება ცესკოს, რათა ამ სამეთვალყურეო საბჭოს ზემოქმედების და ანუ მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების გაკონტროლება, როგორიც არის გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციის მიერ, დავების განხილვის პროცესი, ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესი, უბნების ფორმირების პროცესი, საზღვრების ფორმირების პროცესი, საზღვარგარეთ უბნების ფორმირების, ანუ შექმნის და ფორმირების პროცესი, ხო? ნახეთ როგორ დაირღვა საყოველთაობის პრინციპი და მით უმეტეს ეს ძალიან მტკივნეული ნაწილია და შესაბამისად ცხადია, რომ ამას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ ახლა ახალი არჩევნებისთვის. შემდეგ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები, მათი უსაფრთხოება და სანდოობა რო იყოს უზრუნველყოფილი და შემდეგ ეს სამეთვალყურეო საბჭო უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც შემდგომი გაუმჯობესების წინადადებებსაც შეიმუშავებს, იმიტომ რომ ჩვენ ამაზეც შეგვიძლია ცხადია ბევრი ვიმსჯელოთ, ანუ რეალურად რომელი სუბიექტებისგან უნდა შედგებოდეს, უნდა იყვნენ მასში პოლიტიკური პარტიები თუ არა, თუ რომელ სუბიექტზე გავჩერდეთ. მოკლედ ეს არის ის საკითხები, რაც გვინდა რომ შემოგთავაზოთ, ასე ვთქვათ, დღევანდელ და შემდგომი დისკუსიებისთვის. როგორც ახლა ამ დოკუმენტზე ხედავთ, დავიწყებთ ამ თავით, მეორე თავით საარჩევნო კოდექსის და შეგვიძლია ესე პუნქტობრივად გავყვეთ და როგორც ხედავთ ამ ვერტიკალურ მენიუში, ანუ მოდელი 1, მოდელი 2 და მოდელი 3, ანუ თუ ჩვენ ერთ რომელიღაცა მოდელზე ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდებით, თქვენგან შემოსული წინადადებების საფუძველზე, ხო? ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ ორი ალტერნატიული მოდელი, ან თუნდაც 3 და შემდგომ ეტაპზე მოვახდინოთ უკვე მათზე შეთანხმება. ასე რომ მე აქ გავჩერდები უკვე თქვენ გადმოგცემთ სიტყვას, ანუ რას ფიქრობთ, გავყვეთ თუ არა ამ წესით, ან რაიმე უკეთესი შემოთავაზება
შეფასება ხო არ გაქვთ, რომ რაღაცა სხვა ლოგიკით გავყვეთ თუნდაც. იმიტომ რომ მე გთავაზობთ, რომ მაგალითად აი ესე მუხლობრივად ჩავუყვეთ და რომელ პუნქტშიც აი მთავარი მიზნებიდან გამომდინარე გვექნება იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. ან ჯერ დავიწყოთ თუ თქვენ გაქვთ, ხო, განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს, თუ თქვენ გაქვთ უკვე რაღაცა მომზადებული წინადადება, აი იმ პრინციპული წინადადებების განხილვით დავიწყოთ და მე შეგვიძლია უკვე მოვახდინოთ აი ამ ცხრილში მარტივად გადმოტა. ასე რომ დიდი მადლობა და თქვენია ახლა ასე ვთქვათ სიტყვა შეგიძლიათ რომ აწიოთ ხელი და ან უბრალოდ ჩაერთოთ. დავით თუ არავინ არ იწყებს მე დავიწყებ მოკლედ ბევრს. არა, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები რამდენადაც ვიცი მე გადმომიგზავნეს 2 საათის წინ გიგა ლემონჯაომ და ვიცი რომ ლაივიც მიმდინარეობს. მივესალმებით როგორც უშუალოდ მონაწილეებს, ასევე მსმენელს, ვინც გვისმენს და თვალყურს გვადევნებს. პირველ რიგში მინდა ესე თქვა პატარა შესავალი გავაკეთო იმ საკითხზე, რასაც თქვენ ისაუბრეთ. რა თქმა უნდა, ახლა დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი არის ის, რომ შეთანხმება იქნეს მიღწეული. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ხაზგასმით ვთქვათ, რა მოდელზე მივდივართ და რას ვათმობინებს საარჩევნო ადმინისტრაციის ნაწილში. ინფორმაციისთვის, თუ არა და გიორგია სიორიძე და თუ რამე ისმის თქვენი ჩემი ხმა ისმის ხო თუ რამე გამოჩება გიორგი და ამატებს ჩვენ როდესაც სალომე ზურაბიშვილთან კოალიცია ცვლილებისთვის და კონკრეტულად პარტია ახალიც იყო ჩართული პროცესში 5 საკითხიდან არსებული 5 საკითხიდან 4 საკითხში თითქმის იყო მიღწეული კოორდინაცია თუ მეშლება ერთადერთი საკითხი იყო რომელშიც განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა იყო საარჩევნო და არის საარჩევნო ადმინისტრაცია აქაც კონსენსუსი მიღწევადია, უბრალოდ რა გზით მივდივართ, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ჩართული იყვნენ ამ პროცესში და მე პირადად სკეპტიკურად უყურებ იმდაგვარად დათმოს საარჩევნო ადმინისტრაცია ქართულმა ოცნებამ, გასაგებია რომ ჩვენ მას არალეგიტიმურად ვაცხადებთ ხელისუფლების ორ შტოში, ეს არის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ამ პროცესში არის გინდა თუ არა მხარე და გვინდა თუ არა ჩვენ ეს უნდა ვთქვათ, ხო? მხარია, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად შეცდომასაც უშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლები, როცა ხვდებიან ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ხვდებიან როგორც მხარეს და ეს მნიშვნელოვანია, რომ ამის არაღიარება თავის მოტყუება იქნება. აქედან გამომდინარე, მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ჩვენ შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაცია ისე დავაკომპლექტოთ, რომ მას რეალურად კონდეს ნეიტრალური არბიტრის როლი, იმიტომ რომ ეს რეგულაციები ახალ ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს არ მიუღია, ხო, ეს ცვლილებები და ამდაგვარი დაკომპლექტება ჯერ კიდევ და გიორგი ახაც დამეთანხმება 20-21 წლის პერიოდში სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის ჩვენი შარლ მიშელის ნაწილშიც და მანამდეც არსებობდა სამუშაო ჯგუფები, რითაც შეიქმნა. ჩემი აზრით თავიდანვე იყო ხარვეზული, მაგრამ ეს იყო კონსენსუსის გზით მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციაში საოლქო საარჩევნო კომისიის არსებობას ამ ნაწილში მე სრულად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არის ფაქტიურად ძალიან მარტივად გეუბნით. საქართველოს პრეზიდენტი უფრო მარტივად გახდება ადამიანი, ვიდრე საოლქო საარჩევნო კომისიის ეგრეთ წოდებული პროფესიული თუ ნეიტრალური წევრი, იმიტომ რომ ის როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში გადის მნიშვნელოვან გადამოწმებას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და გამორიცხულია ადამიანი თუ რაიმე ნაწილში შემჩნეულია ცოტა ასე ვთქვათ კრიტიკული აზროვნებით, განსხვავებული პოზიციებით, საკითხებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ უკვე აღარ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები, ან პირდაპირ წესით არ ვირჩევთ პრეზიდენტს,
არჩევნების რაოდენობა შემცირდა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები ემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნებს, მაგრამ შეიძლება ხო რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნოს და ამიტომ არსებობს უსკო, რომელიც არის პასუხისმგებელი ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების ჩატარებაზე. ფაქტურად საოლქო საარჩევნო კომისია შეიძლება ვთქვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არჩევნების ჩატარებაზე არის პასუხისმგებელი, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არ უნდა იყოს მუდმივი მოქმედი ორგანო, უნდა იყოს დროებითი ორგანო და არჩევნების ჩატარებამდე რაღაც პერიოდით ადრე, იმიტომ რომ ცუდი პრაქტიკა. ორი წინადადებით სხვა კოლეგებსაც მივცე, უბრალოდ შესავალი გავაკეთე. აქ ჩვენ როგორი საარჩევნო ადმინისტრაცია გვექნება და კანონმდებლობა, ჩემი აზრით ეს არის მეორე ხარისხოვანი. მთავარი და პირველი არის, რომ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ქართული ოცნება, როგორც ხარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებს. ქართულმა ოცნებამ შალმიშელით დადებული მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემი აზრით ცუდი შეთანხმება, მაგრამ კონსენსუსური შეთანხმება, ამ ყველაფრის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ თამაშის წესები დაარღვია, შეთანხმებული წესები და ის არ თამაშობს ამ პროცესში სამართლიანად. ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ ჩვენ შეიძლება ცუდი მოდელი გქონდეს, არა მხოლოდ სისტემა, არამედ მოდელი გქონდეს ცუდი არჩევნების ჩატარების, მაგრამ თამაშის წესებზე შეთანხმებული ვიყო და უნდა ვამბობდეთ, რომ ამ თამაშის წესებით მონაწილეობას ვაღიარებთ. იმიტომ რომ ესეთი კონტექსტი გვაქვს და კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგი ახლა სახელმწიფოში და ამ პირობით ვაღიარებთ თამაშის წესებს, მაგრამ ქართული ოცნება არის გუნდი, ჯგუფი თუ რა ვიცი ვინც არიან, არის ესეთი ადამიანების ერთობა, რომელიც უბრალოდ არ ცნობს თამაშის წესებს. ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, როგორ უნდა ვაიძულოთ. სხვა შემთხვევაში, პირდაპირ გეტყვით, საარჩევნო ადმინისტრაცია CSKO-ზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის და ჩემი პარტიისთვის მნიშვნელოვანი არ არის, როგორ იქნება დაკომპლექტებული. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, როგორ დაკომპლექტდება საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიები ამ ერთჯერად. იყვნენ ის ვაჟბატონები და ქალბატონები, სადაც ხედავ CSKO-ს ეხლა არაფერს არ წყვეტენ, თავარია საუბნო დონეზე და საოლქო დონეზე ჩვენ გქონდეს ბერკეტები და მექანიზმები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, რომ პრევენცია მოვახდინოთ იმ შესაძლო ზემოქმედების, რომელიც იყო და მომავალშიც იქნება თუ ჩვენ ამ პრევენციაზე არ ვიმუშავებთ. ეს მინდოდა მე თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება მგონია, რომ თითქოს უფრო არის აი პარტიებს როგორ ექნება წარმომადგენლობა, ვის მეტი კვოტა იქნება და ამ შემთხვევაში ამ ერთჯერადად და მე ღმათ ვარ დარწმუნებული, ჩვენ მივახცევთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ამ ერთჯერადად ჩემთვის მნიშვნელოვანია უბანი და ოლქი და არჩევნების დაკვირვება, ვიდრე ის, რომ ეხლა კოალიცია ცვლილებისთვის სამივე კოალიციის შემადგენელ პარტიას ეყოლება იქ წევრი თუ საერთოდ არ გვეყოლება. ჩვენთვის კონსენსუსის ნაწილში ვსაუბრობთ, საერთოდ ვარის თქმაც არჩევნებში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობაზე საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას, იმიტომ რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ არ ვყავდა წევრები და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენ კონკურენტ, მაგრამ პარტნიორულ ნაწილში ურთიერთობა ვისთანაც ჰქონდა პარტიებთან, საერთოდ დაეთმოთ ადმინისტრაციის წევრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და საარჩევნო ოლქებში, მაგრამ ამაზე ვარ ვთქვით, იმიტომ რომ ფაქტურად საუბნო საარჩევნო კომისიის პოლიტიკური პარტიის მედანიშნული წევრი თლიანად მოკლებულია რაიმე ფუნქციის შესრულების ნაწილს და დარბის ერთი ნაკადის მომწესრიგებელთან, შემდეგ გადაიბენს რეგისტრატორთან და ასე შემდეგ. ანუ ფაქტურად მოკლებულია საჩივარს ვერ წერს, ვალდებულება აქვს ხელის მოწერის, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ არც ყავდა და არც გვინდოდა წარმომადგენლებით გავედით ფონს, ასე ვთქვათ, იმ მასშტაბებში, რაც შეგვეძლო გავსულიყავით. ბოდიში თუ გამიგზელდა, უბრალოდ რეზიუმე თუ შესავალი როგორ შეიძლება დავარქვათ, ეს მინდოდა გამეკეთებინა და ეს მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა. ერთადერთი თხოვნა რომ ყოველთვის წარადგინოთ თავის სახელგვარი და რომელ ორგანიზაციასთან პარტიას წარმოადგენთ და რო გითხრათ ბატონო. წარმოადგენენ მგონი დასაწყისში როგორც მახსოვს თავი თენგის თევზაძე კოალიცია ცვლილებისთვის პარტია ახალ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხელი თუ ჩანს ან პრინციპში არ ვართ იმდენი რომ ერთმანეთს ხელი შეუშალოთ. ვის სურს? დიახ, ბატონ გიორგი, გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი საქართველო, პოლიტიკური ორგანიზაცია და ალბათ ლოგიკური იქნება, რომ ჩვენ პარტიის წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაში თენგომ დაიწყო და გავაგრძელოთ ეს კონკრეტული საკითხი, ამ საკითხის მსჯელობა, ასეც არის მე მგონი ალბათ მოაზრებული. ხო, კარგად ისმის ჩემი ხმა. მე ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ეს ძალიან კარგი და სასარგებლო შეიძლება იყოს. ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს ერთი რამ. ეს ფორმატი
არ შეიძლება ახლა ჩვენ განვიხილოთ ისეთ ფორმატად, როდესაც ჩვენ, აი მაგალითად, რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები აქ რომ რაღაც მოსაზრებას გამოვთქვამთ, ეს არის ჩვენი პარტიის რაღაც კონკრეტული პოზიცია და შემდეგ გასაგებია რომ ეს რაღაც მბოჭავი ხასიათის არ იქნება ეს დოკუმენტი, რაზეც შევთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ქონდა სხვა ფორმატი. მე ინფორმაციის სახითაც მინდა რომ მოგახსენოთ თქვენს იმ ადამიანებსაც ვინც ამას ახლა Facebook-ის მეშვეობით უყურებს. ჩვენ ვიგვისაუბრია ბევრი არჩევნების შემდგომ მეც თენგოს უშუალოდ როგორც მონაწილეებს, სხვა პარტიების და კოალიციების წარმომადგენლებიც იყვნენ იქ და უნდა იცოდეთ თქვენს რომ ეს არ არის მარტივი საკითხი, იმიტომ რომ ძირითად ხაზებზე ჩვენ შეიძლება ბლოგზე, ხო, თემატურ ბლოგზე შევთანხმდეთ, მაგრამ იქ ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მათ შორის შეიძლება ჩემი პირადი ერთი ადამიანის მოსაზრება არ გამოხატავდეს თუნდაც ჩემი პოლიტიკური ძალის ხედვას კონკრეტულ პუნქტთან მიმართებაში. ასე რომ მე ახლა სულ მომიწევს იმის თქმა რა არის გიორგი სიორიძის აზრი და თუ რაიმე პარტიის სახელით ვიტყვი, ამასაც მოგახსენებ. იცით თქვენ რომ ნოემბერშივე დაიწყო ამაზე საუბარი, ჯერ როდესაც ვიკვლევდით იმას, თუ რა მოხდა 26 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში ეს სანამ დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა, იყო შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფები, იყვნენ მომიჯნავე დისციპლინების წარმომადგენლები, მათ შორის სტატისტიკოსები პირველ რიგში და შემდეგ უკვე დავიწყეთ საუბარი იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. და ბუნებრივია საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელმაც თავის სრული დისკრედიტაცია მოახდინა 26 ოქტომბერს და რომელიც შევიდა ისტორიაში, ხო, საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საარჩევნო ადმინისტრაციად და სიმბოლურად იქ საღებავს შესხულ თავმჯდომარედ, ეს ამაზე არავინ არ დაობს. აი როგორ შეიძლება ჩაატაროს მან ახალი არჩევნები? მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კალანდარიშვილი მე არ მხოლოდ წამს, არამედ ვიცი ზუსტად, რომ არ არის ის პიროვნება, ვისაც აქვს პირველს ეს პასუხისმგებლობა. პირველს აქვს იმიტომ, რომ ის იყო პირველი პირი და ხელმძღვანელი, თორე ეს მთელი სპეცოპერაცია როგორც იყო დაგეგმილი თუნდაც მარტო საარჩევნო ადმინისტრაციაში, ის არ არის თლად პირველი ფიგურა. იქაც არის ბუნებრივია გაბატონებული კლანი და სულ სხვა ადამიანები წყვეტენ იქ საკითხებს. ის არის უბრალოდ მარიონეტი, რომელმაც ამ მარიონეტობაში მიიღო ის, რაც მიიღო. მაგრამ როგორი უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს ალბათ 4 თემიდან ერთ-ერთი იყო ხოლმე და შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ფორმატშიც ჩვენ პარტიები ვიკრიბებოდით და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. აქ ჩვენ ბოლომდე ვერ მივახციეთ არა მხოლოდ კონსენსუსს, არამედ განხილვების რაღაცა ეტაპზე, როდესაც შეწყდა ეს პროცესი, უბრალოდ შეჩერდა თუ შეფერხდა, ჩვენ ესე დეტალურად არ განგვიხილავს ეს საარჩევნო ადმინისტრაცია, იმიტომ რომ იყო ორი სხვადასხვა ხედვა. ერთი გულისხმობდა იმას, რომ მოდი საერთოდ მუშევეხებით კანონმდებლობას და მე თენგოს ვეთანხმები აბსოლუტურად, რომ მაშინ ვერაფერს ვერ შეცვლი პერსონალური შემადგენლობის ცვლილებით, ვერ გავალთ ჩვენ ფონდს, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ თავმჯდომარე და მდივანი ცესკოსი უნდა იყოს არაპარტიული წევრი ცესკოსი, რომელიმე მაინც, ანუ 8-დან 6 რო წავიდეს, 2 მაინც უნდა დარჩეს ვიღაცა არჩევნო კანონმდებლობა ამას ითხოვს. ეს ლეგიტიმაციის საკითხთან იყო მიბმული, რომ აი ამ არალეგიტიმურ პარლამენტს ხომ არ ავარჩევინებთ ახალ წევრებს და დარჩნენ მარტო პარტიული წევრები. მერე იყო დისკუსია იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს 26 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, ვისაც ეკუთვნის იმ პარტიებს შორის თუ 20 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, ვისაც ეკუთვნოდა იმ 9 პარტიას. აი ასეთი ტიპის დისკუსიები იყო. ბუნებრივია თუ გვინდა ჩვენ ცვლილება მათ შორის შუალედური მიზნებისთვის, აქ უნდა საკანონმდებლო ცვლილებებს
ზე ვისაუბროთ და ამის გარეშე ეს უბრალოდ არ გამოვა. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ორგანო მიიღებს მას, ხო? მე-10 მოწვევის პარლამენტმაც რომ მიიღოს, თეორიულად რომ დაუშვათ, რომელსაც უფრო ლეგიტიმურს ვეძახით, ვიდრე მე-11 მოწვევას რომ ეძახიან ისინი, იქაც უმრავლესობა ქართული ოცნების იყო. ხო, აი პოლიტიკურ კომპონენტს აქ ვერ გამოვთიშავთ ერთად შემთხვევაში. იმიტომ რომ იქაც მათ ჰქონდათ უმრავლესობა. შესაბამისად ეს ყველა ვარიანტში იქნება პოლიტიკური რაღაცა მოლაპარაკების პროდუქტი, თუ იქნება. თუ საუბრობთ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე და იმაზე რა იქნებოდა სასურველი, არა შეიძლება იდეალური, მაგრამ გრძელვადიანად და სტაბილურად მოქმედი წესი და მოდელი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების. უნივერსალური მოდელი არ არსებობს. ამას ვენეციის კომისია და ეუთოდირიც ამბობს პერმანენტულად თავის მოსაზრებებში და საარჩევნო კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო, რომელიც 20 წელზე მეტი ხანი არსებობს, იქაც არის ესე აღნიშნული. ყველა ქვეყანამ თავისი მოდელი უნდა მოძებნოს. შესაბამისად, საქართველოშიც ოპტიმალური მოდელი ქართული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, ბუნებრივია პროპორციები და ძალთა ბალანსი უნდა იყოს დაცული. ამაზე ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ, სამომავლოდ რა იქნება კარგი, მაგრამ ამას წინ უნდა უძღოდეს ძალიან დიდი ფართო ჩართულობა და ინკლუზიური მულტიპარტიული პროცესი. ეს არის მთავარი მოთხოვნა. არ შეიძლება რომ თუნდაც მხოლოდ საპარლამენტო პარტიებმა გადაწყვიტონ როგორი უნდა იყოს თამაშის წესები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება აღმოჩნდნენ ახალი ძალები, რომლებიც ასევე უნდა იყვნენ მონაწილენი საარჩევნო წესების დადგენისა, იმიტომ რომ საარჩევნო წესები არის ყველას. ეს შეიძლება შეეხებოდეს საარჩევნო ადმინისტრაციასაც ახლა. საოლქო საარჩევნო კომისიებზე ჩემი აზრი ემთხვევა თქვენსას და სხვათა შორის აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი ფორმატი ახლა რაშიც ვიღებთ მონაწილეობას შეიძლება ჩავთვალოთ, ხო, რაღაც გარკვეულ რაღაც მინი მოდელად და პრიმატად იმისა, როგორ შეიძლება იყოს ეს ინკლუზიურობა. უფრო მეტი პარტიები რომ იყვნენ მონაწილენი, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა. მაგრამ აი ამ ორ რაღაცაზე გავაკეთოთ, გამიჯვნა გავაკეთოთ ამ ორ შორის, რა გვინდა ახლა ამ კრიზისის მდგომარეობაში და როგორც შუალედური შედეგი და რა გვენდომება ალბათ მომავალში. საოლქო კომისიებზე ჩემი პირადი აზრი ემთხვევა გამოთქმულს, მათ შორის თენგოს აზრსაც, ხო, არ არის იმისი აუცილებლობა, რომ საოლქო კომისიები იყოს როგორც მინიმუმ მუდმივ მოქმედი ორგანოები, იმიტომ რომ ის 5 წევრი, ის მუდმივ მოქმედი წევრი, კი ბატონო, ახლანდელი კანონმდებლობით რაღაცა ფუნქციებს ასრულებს, რეალურად ეს არის პენსია ადამიანებისთვის, ყოველთვიურად იღებენ ანაზღაურებას, თუ არ იქნება რაღაც რიგარეშე შუალედური არჩევნები იმ კონკრეტულ ოლქში, ისინი არაფერს არ აკეთებენ 3 წელიწადი მაინც, ხო, იმის და მიხედვით საპარლამენტო არჩევნები უწევს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის. თავისუფლად არის შესაძლებელი ისეთი მოდელის შექმნა, როდესაც როგორც საუბნო კომისიები იქმნება, ცოტა უფრო დიდი ვადით, ხანგრძლივი ვადით შეიქმნას დროებითი საოლქო საარჩევნო კომისიები. ამას ბუნებრივია ხარჯ ეფექტურობის მიზნით არ ვამბობ, ხოლოდ ესეც ეს ჯერ ერთი სერიოზული დანაზოგი იქნებოდა, მაგრამ ეს არ არის აქ თავარი. ადმინისტრირებისთვის ჯერ ერთი იქნებოდა სრულად საკმარისი, გარდა ამისა, სწორად აღნიშნა ქალბატონმა ლილიმ, რომ საოლქო კომისიები იმ ფორმით, როგორიცაც არსებობს 30 წელია, ხო, ამ ქვეყანაში, ცოტათი მეტი უკვე. ეს არის სწორედ გაყალბების უმნიშვნელოვანესი რგოლი. მაგენერირებელი რგოლი არის, იმიტომ რომ ხო რაღაც ესეთ ფეოდალური რგოლი არის იმ კონკრეტული ოლქის და უკვე იქ ხდება აკუმულირება ინფორმაციის, ადამიანური რესურსის, მათ შორის ადგილებზე და არაჩვეულებრივად არის შერწყმული სუსთან, ისევე როგორც მანამდე იყო შერწყმული სხვა სახელწოდების უშიშროების სამსახურებთან და ასე ხდებოდა სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ადრეც. აი ეს უნდა დაინგრეს და გავტეხოთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ხო, ადამიანები გამომდინარე იქიდან რომ იმუშავია ცესკოში. როგორი სისტემა აქვს, როგორი სია აქვს, სარეზერვო სიები და აი ეს არის რაღაცა დიდი წრე, სათადარიგოები არიან ადამიანები, რომლებსაც აი დროებით წევრებად აირჩევენ და მათ შორისაც არის აი მთელი ეს მათი გადმოსახედიდან არის რაღაცა გარკვეული სწორი, ჭყალებში ვამბობ, სწორს წახალისება,
რაც უფრო მეტად გამოიჩენს თავს რეჟიმის ერთგულებაში, უფრო მეტი შანსი ექნება, რომ კონკურსი რო გამოცხადდება პირობითაც, აი სათადარიგოდან გახდეს მუდმივი მოქმედი წევრი და ეს 5 წლიანი გაინაღდოს, ასე ვთქვათ, საოლქო კომისიის წევრობა და შესაბამისი ანაზღაურება და ეს ანაზღაურება რაც არის ოლქის წევრის პერიფერიულ ადგილებში უფრო, ხო, ან პატარა მუნიციპალიტეტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის საშუალოზე მაღალი ანაზღაურება და ძალიან მცირე პროცენტს აქვს ადამიანებისას სამწუხაროდ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში ის ანაზღაურება და უზრუნველყოფილი შემოსავალი, რაც აქვს საოლქო კომისიის წევრებს. თან არაფერში. და ამ ადამიანებს იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებად, უშუალოდ ქართული ოცნების მხარდასაჭერად, სოციალურ ქსელში აქტივობისთვის, ცესკოს ტროლებად მუშაობენ ეს ადამიანები პრაქტიკულად, მათ ავალებენ პირდაპირ, აი ცესკოს თავმჯდომარის რაღაც პოსტი მოიწონეთ, იქ დააკომენტარეთ და აი ესე მონოლითურად მუშაობს ეს სისტემა. შესაბამისად, იმაში მე აუცილებლად ნამდვილად გეთანხმებით, რომ ეს არის გასატეხი ნავსი და გადასატეხი არის ეს სისტემა. რაც შეეხება საუბნო კომისიებს, მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ეს მომავალში, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნები უნდა მოვიპოვოთ მალე, ახალი არჩევნები, მაშინ ცოტა რეალისტურადაც შევხედოთ ალბათ ამ ამბავს. იმასაც შევხედოთ რა გამოვა ქართული ოცნების ხელში, არ ვიცი, მე არ მგონია, რომ რაღაცა მომდევნო კვირაში ჩვენ გავიღვიძოთ ერთ დილას და აღმოჩნდეს, რომ ღამის ყველა რეისით, ყველა კოცი გაფრინდა ამ ქვეყნიდან და დაგვიტოვეს საქართველო. და ასე არ მოხდება ალბათ, ხო? მოხდება ისე, რომ მოგვიწევს რაღაცა ტიპის მოლაპარაკება და მოლაპარაკებას, როდესაც მე ვსაუბრობ, ვამბობ, ვახსენებ, ხო? მე გულისხმობ ისეთ მოლაპარაკებას, როგორ მოლაპარაკებაც ხდება ხოლმე ომში, რომელშიც ჩვენ ვართ, ხო? როდესაც ორი პრული ბანაკი რაღაცაზე ზავდება. იმიტომ რომ ხო, კაპიტულაცია ხშირად არ ხერხდება ხოლმე. ჩვენი სურვილი იქნებოდა მათი კაპიტულაცია, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ მართლა რაღაც სოლიდური რაოდენობა ჩვენი საზოგადოების მართლა უჭერს ხარს ქართულ ოცნებს, ეს უცებ ვერ გავაქრობთ მათ, ჩვენი სურვილისთან მიუხედავად. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროცესი, როდესაც მიმდინარეობდა, ჩვენ ცალკე პარტიებიც ხვდებოდით, სალომე ზურაბიშვილთანაც ხვდებოდით, რაღაც საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებებს. საარჩევნო ადმინისტრაციაზე, როგორც მოგახსენეთ, ეს პროცესი რაღაც დონეზე შეფერხდა და ახლა არის მცდელობა ამისი განახლების. ძალიან დეტალებში ვერ შევიდა. ასე რომ მე ვერ გეტყვით, რომ აი ძლიერ საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული პოზიციები, იმიტომ რომ თავარი არის ჩვენთვის მიზანი. ეს მიზანი არის ერთიანობა აქეთა ფლანგზე, გულისხმობ ჩვენს ფლანგს, ანუ არა ქართული ოცნებას, ყველაფერია, რაც არ არის ქართული ოცნება არის ჩემი აზრით ჩვენი. და აქეთ მხარეს არის ერთი მთავარი მიზანი, რომ მოვაცილოთ ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი უფრო სწორედ მართვის სადავეებიდან. შესაბამისად, რაც ამაში დაგვეხმარება, ჩვენ მზადა ვართ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხებზე შეიძლება განსხვავებული პოზიციები გქონდეს, შიგნით მაინც რაღაც გარკვეულ დათმობებზე წავიდეთ, მაგრამ ამას სჭირდება ალბათ უფრო კონკრეტული პარტიული ფორმატი. ალბათ. რომ აი ეს იყოს აი პარტიების რაღაც შეჯერებული პოზიცია, თორემ მე ჩემი მოსაზრებები შემიძლია თავისუფლად გაგიზიაროთ, როგორც მეტნაკლებად გარკვეულმა იურისტმა საარჩევნო საკითხებში. დიდი მადლობა. მადლობა. ვანო, დიახ, გისმენთ, ვანო არის ახლა ტრიქში. მოგესალმებით. მოკლედ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ მოდელზე, რამდენადაც ვები, ანუ იდეალური მოდელი რა იქნებოდა იმისათვის, რომ ჩვენ ჩაგვეტარებინა ობიექტური და სამართლიანი არჩევნები. ცოტას თუ გადავხედავთ ისტორიას, ლილის ახსოვნება 2003 წელს იყო პარტიები ნიშნავდნენ მხოლოდ როგორც მახსოვს, იმედია სწორად მახსოვს და იყო 12 წევრიანი კომისია. შემდგომში უკვე 2006-დან ჩვენ გადავედით პარტიულ პროფესიონალურ ნიშანზე და უკვე შერეული სისტემით ინიშნებოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები. ანუ აქ იგულისხმებოდა ის, რომ
პარტიასაც ჰქონდა გარკვეული წარმომადგენლობა, თუმცა კი ასევე არსებობდნენ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული შერჩეული ადამიანები, რომლებიც აკომპლექტებდნენ და აქედან გამომდინარე ივარებუდებოდა ის, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებიც არსებობდნენ კომისიებში, მეტნაკლებად ობიექტური. ხოლო ასევე შეინარჩუნა კვოტა პარტიებმა, ხო? ჩვენ როდესაც დაკომპლექტებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კი ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ რა გვინდა. პროფესიული ნიშანი გვინდა, ისევ შერეული ნიშანი გვინდა, თუ ასე ვთქვათ, მხოლოდ პარტიული ნაწილი, ხო? ეხლა პროფესიული ნიშანი კი ქვია დღეს რეალურად, მაგრამ არანაირი პროფესიული ნიშანწყალი რომ ამას არ გააჩნია და მხოლოდ სუბთა პარტიული, როგორც ქართული ოცნების წევრი ინიშნება კომისიაში, იგივენაირად კი არა და უფრო ბევრად უფრო მკაცრი პირობებითა და მკაცრი შერჩევის კრიტერიუმებით არიან ის მუდმივ მოქმედი წევრების შერჩეულები, ეს ყველამ კარგად იცის და ამაში დასამალი და დასაფარი არაფერი არის და ყველა ხვდება ამას. შესაბამისად, ის ქართული ოცნების წევრი და სამწუხაროდ სხვა პარტიების რიგ შემთხვევაში სხვა პარტიების მიერ დანიშნული წევრებიც არიან ხოლმე იმ პროფესიულ ქართული ოცნების წევრების პოლიტიკის გამგრძელებლები და ჩვენ ვიცით, რომ რიგი პარტიები ხშირ შემთხვევაში თავის იუზერ და პაულსაც კი აძლევენ ხოლმე ოცნების პარტიას, რომ მათმა დანიშნონ ეს წევრები და გახსოვს, რომ ეს საკმაოდ ბევრი მაგალითი იყო საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ოლქებიც კი ჰქონდათ გადანაწილებული. და ესეც და ამასაც ხედავთ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმ რაოდენობიდან აბსოლუტური უმრავლესობა უგროვდება ქართულ ოცნებას, რომელსაც შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება. ყველანაირი გადაწყვეტილების მიღებაში არ იგულისხმება მხოლოდ სამართლებრივი გადაწყვეტილებები, იქმნება მასა, რომელსაც ასევე ემატება წარმომადგენელ დამკვირვებელ კიდე რაღაცა გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომლებიც ქმნიან უმრავლესობის შეგრძნებას და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მეორე მხარე არის რაღაცა გარკვეული დაჩაგრული და ესეთ უმცირესობის მდგომარეობაში, ხო? პროფესიულს რაც შეეხება, თუ კი წავალთ იქითკენ, რომ ჩვენ გვინდა მხოლოდ პროფესიული, მაგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნება საოლქო საარჩევნო კომისიების მოშლა როგორც ასეთი. საოლქო საარჩევნო კომისიას, რა თქმა უნდა, გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებიც, თუმცა კი იმაშიც გეთანხმებით, რომ ამ ფორმით, რა თქმა უნდა, ცოტა რთული არის შენარჩუნება, გარკვეული მოდიფიკაცია უნდა განიცადოს, მაგრამ პლუსი არის ის, რომ მაგალითად კი ბატონო ამ გარკვეულ რაღაცა ჯგუფს, ასე ვთქვათ, რომელიც არის დასაყრდენი და მაკოორდინირებელი ადგილობრივ პარტიასა და ასე ვთქვათ მოსახლეობასა და ამორჩევლებს შორის იქნება, ასე ვთქვათ, ლიკვიდირებული ან სახესხვაობა მიეცემა, თუმცა კი აქ არის გარკვეული მინუსებიც, იმიტომ რომ პირველი და მთავარი ეს არის კომპეტენცია. ძალიან გაჭირდება დამერწმუნეთ, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე მოძიებული იქნას მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანები, რომლებიც უცებ ჩაერთვებიან და ყველაფერს აწყობენ საოლქო საარჩევნო კომისიაში იდეალურად. ეს არის ერთი მინუსი. მეორე მინუსი არის ის, რომ გარკვეული ისტორიული, ასე ვთქვათ, მეხსიერება იქნება წაშლილი და ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე და ესეც საჯარო სამსახურია, კარგად მოგვეხსენება. და ასევე ის, რომ ამ ადამიანების დაკარგვის საფრთხეც არსებობს. როდესაც მათ გააჩნიათ სამსახური, ბუნებრივია ისინი არიან მუდმივ რეჟიმში მიჯაჭვულები საოლქო საარჩევნო კომისიას, მათთვის ეს არის მთავარი საარსებო წყარო და როდესაც ეს აღარ იქნება, ძალიან გაჭირდება, რომ ეს ადამიანები ისე მოიძიოთ და მოგვეხსენებათ, რომ არჩევნები არის ძალიან სპეციფიური სფერო, როდესაც ახლა მოგწონს თუ არ მოგწონს ესია, ყველა მთავრობის პერიოდში გარკვეულწილად ერთი ტიპის, ასე ვთქვათ, ერთი ადამიანები მუშაობდნენ ხოლმე და ისინი ატარებდნენ არჩევნებს. კი მესმის რომ შე შემთხვევაში ისინი მთავრობაზე იყვნენ მიმულები, მაგრამ მათი უნარჩვევები და მათი კომპეტენცია მაინც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ქვეყანას ჩატარებულიყო ნორმალური არჩევნები. აი ეს ორი დიდი მინუსი აქვს. ეს არის ერთი, რომ მოსაძიებლად შეიძლება ძალიან რთული იყოს, უცებ, ასე ვთქვათ, 2 თვით რო შექმნა საოლქო საარჩევნო კომისია და მეორე ის არის კომპეტენცია. ის რომ მაგალითად გავზარდოთ ვადა, 4 თვით ადრე ან 5 თვით ადრე შევქმნათ საოლქო საარჩევნო კომისიები, შეიძლება ამაზეც ვიფიქროთ, თუმცა კი თანხმობრივად შეიძლება იგივე გამოვიდეს. ამიტომ მოკლედ ძალიან რთული, თავი ის არის, რომ თავიდან ჩვენ შევჯერდეთ თუ რა ტიპის კომისიები გვინდა, ხო? მე მაგალითად პირადად ვემხრობი, ცოტა უფრო ისეთ მარტივი ტიპის კომისიებს, მაგალითად, როდესაც
უბრალოდ გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია კი არ გააჩნია, თუნდაც აი საერთაშორისო კომისია რო ავიღოთ, უბრალოდ ტექნიკური მოსამსახურის ფუნქცია გააჩნია ადამიანს და სხვა არაფერში ის არ ერევა. მაგალითად, აქვს უბრალოდ მიმნიშნებელი და მიმართითებელი ფუნქცია, რომ იცით რა არის, აი ჯერ აქ უნდა მიხვიდე, მიერე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ კომისია ყავს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და ამ შემთხვევაში თუ კი მას ისევ აი ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას და უფლებამოსილებას დაუწევთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ჭიდილი, რომ უმრავლესობა იყოს ხელისუფლების, ხო? და არავინ არასოდეს არ დათმობს დამიჯერეთ, რომ უმრავლესობა არ იყოს ხელისუფლების. ანუ უნდა ამოვიდეთ კომისიის ფუნქციონალიდან, რა ფუნქციებს ვაძლევთ კომისიას, რა ფუნქცია უნდა გქონდეს და გააჩნდეს და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ მე მის მოდელზე, ხო? ანუ ნახეთ, ტექნიკური ფუნქცია ან შინაარსობრივი ფუნქცია. დღეს რეალურად კომისია შეუძლია ნებისმიერ საკითხზე იმსჯელოს და ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს უმრავლესობამ, თუნდაც იგი იყოს კანონთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში. ხო, ანუ ფაქტიურად ხელის გადაგრეხვის პრინციპით შეუძლია რომ ნებისმიერი ადამიანი გააძევოს, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, ოქმი, ასე ვთქვათ, შესწორების ოქმი და ასე შემდეგ. ძალიან მარტივს გეტყვით, 2020 წელი იყო თუ არ ვთქვი, გარდაბანმა მიიღო სასწაული გადაწყვეტილება, როდესაც არ მოეწონა ოცნებას და წააგო ერთ სამაჟორიტარო 21 იყო ბოდიში, ერთ სამაჟორიტარო ოლქში წააგო არჩევნები გარდაბანში და როდესაც დათვალეს ღამის 3 საათი იყო, ერთ-ერთ კომისიის თავმჯდომარეს დაურეკეს, რომ რამე უნდა გვიშველო. ამ კომისიის თავმჯდომარემ დაიბარა წევრები, ხელი მოაწერინა შესწორების ოქს ცარიელს და ის რიცხვები ჩაწერეს, რაც აწყობდათ. უცებ აღმოჩნდა, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატის ნაცვლად მეორე დღეს, როდესაც წინა დღეს ჰქონდა გამარჯვებული ნაცმოძრაობის კანდიდატს, მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ოსნების კანდიდატმა გაიმარჯვა. და ეს გააკეთეს შესწორების ოქმით. რა თქმა უნდა, ამაზე ვიდავით, მივიტანეთ სააპელაციონ და მაგრამ ეს შედეგი, ხო? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება რამდენად რთული არის ხოლმე და სწორედ აქედან უნდა გამოვიდეთ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი განაპირობებს ობიექტური არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ასევე უნდა ვიმსჯელოთ იმაზე თუ ასე ვთქვათ პარტიების ნაწილში რა ტიპის პარტიებს, ანუ რამდენი იქნება გადალახული და მათ ეკნებათ ხო დანიშვნის უფლება და თუ თავიდან ბოლომდე მივდივართ მაგალითად მარტო პროფესიულზე, ხო? რეალურად ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც აი ეს სამივე რგოლი აკინძული არის ერთმანეთზე და მაქსიმალურად მათი, ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგი კოორდინირებული მუშაობა აქვთ ხოლმე, ხო? ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ისინი მარტო თვითონ არ არიან იქ, უგაზრობს უკან ძალიან ბევრი სტრუქტურა და უწყება უდგას მათ და ბუნებრივია დებენ იმ შედეგს, რაც არის მათთვის დავალება. ამიტომ რაღაცნაირად აი ამ ფორმაზე უფრო ვფიქრობ, რომ აი თავარი მოცემულობები ავიღოთ, აი რა მოცემულობები გვაქვს, რა გვინდა საითკენ წავიდეთ და მე აქედან გამომდინარე უნდა აეწყოს ეს, ასე ვთქვათ, მოდელი თუ როგორი შეიძლება იყოს ყველაზე იდეალური მოდელი. მადლობა. დიდი მადლობა, ვანო. კი, ანუ ჩვენ ერთ-ერთი შემოთავაზებით ზუსტად ამას ვამბობთ, რომ რაც ჩვენ გვიჩვენა 2001 წელს მოხდა პირველად საარჩევნო კანონმდებლობაში ამ პროფესიული წევრების შეტანა, ხო, როგორც გაჩენა ამ შესაძლებლობის. დღემდე ბევრი კითხვა არსებობს და დღემდე კითხვები თუ არსებობდა, ბოლო წლებში უკვე მტკიცებულებებია, როგორ ბოროტად იყენებს ამას ხელისუფლება, ხო? ამიტომ ერთ-ერთი გადაწყვეტა არის, რომ კომისიები დაკომპლექტდეს მხოლოდ პარტიების მიერ, ანუ მხოლოდ კვალიფიციური პარტიების მიერ. აი პირველ მოდელზე რო ვილაპარაკოთ დაკომპლექტების წესზე, ხო? აი მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები. თუმცა აქ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ იქნებიან ეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები და ეგ გვექნება ახლა აქ შესამუშავებელი. მეორე მოდელი თქვენ რაც ბრძანეთ, ხო, რომ მთლიანად პროფესიული, ხო? პროფესიული. ამ მოდელსაც, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ რისკები აი ამ გარდამავალ ეტაპზე და არა ვთქვათ იდეალურად ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის,
აი ამ გარდამავალი ეტაპისთვის, რომელს აქვს უფრო მაღალი რისკი, ხო? და ისე გავაანალიზოთ. თუ ვთქვათ, დღეს მონაწილეებიდან კიდე მესამე მოდელი გაქვთ, ვთქვათ, შეგვიძლია დავასახელოთ და ამ მესამე მოდელის გრაფაში ჩავსვათ. ასევე სამსჯელო გვაქვს რამდენი წევრისგან უნდა მესამე მოდელი შერეულია რა დღეს მოქმედებს. შერეული რაც დღეს არის, ხო? მაგრამ მაგასაც ძალიან ბევრი რისკი ახლავს, ანუ შერეული შემადგენლობა. კი ბატონო, იყოს. მეორე საკითხი უნდა იყოს, მაგალითად, რიცხოვნობა, ხო? რიცხოვნობა. ეს პირველი არის წევრების დანიშვნა. ვის მიერ რიცხოვნობა. ეხლა დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის 17, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ 17 წევრი არ სჭირდება. არც საუბნო საარჩევნო კომისიას და არც დანარჩენებს. არ ვიცი, ერთ-ერთი შეიძლება იყოს არჩეული, რომ ვთქვათ 9 წევრი ვთქვათ, ან 12 წევრი ვთქვათ, მაგრამ არა 17, იმიტომ რომ ეს გაუგებარია საერთოდ რისთვის არსებობს და რაშიც გამოიყენა ხელისუფლებამ ეს 17 წევრიანი კომისია, ეს უკვე ყველამ ვიხილეთ, ხო? ანუ იმის გამო, რომ მთლიანად ოპოზიციური პარტიების დანიშნული წევრები ფაქტობრივად ჩამოშორებულები არიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ხო? აი შეგერთები მაგათი, ხო ეს ძალიან საინტერესოა ხოლმე ეს რიცხოვნობა რის საფუძველზე ისაზღვრება და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია ეს ამბავი. ან დამოვიდეთ ფუნქციებიდან წესით, ხო? წესით რა თქმა უნდა, ბუნებრივია იმ ფუნქციებიდან უნდა ამოვიდეთ, რისის შესრულებას უწევთ, მაგრამ აქ არის ხოლმე მეორე და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მათთვის, რომ ანუ რამდენი პარტია გადალახავს თუ გადაალახინებენ ბარიერს, მე ის პარტიული რაოდენობა ჯამდება და მეორე ნაწილი უნდა იყოს იმაზე მეტი. რომ უკვე პროფესიული პლუს ქართული ოცნება იყოს იმ პარტიების მიერ დანიშნულ წევრებზე უფრო მეტი რაოდენობა, რომ ბუნებრივია ნებისმიერი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარეობს ხოლმე და ასე ჯდება, ასე თქვა ეს რიცხვი. კი ბატონო. და აი თქვენ მაგაზეც მე თუ გნებავთ, მე მოგახსენებთ რაღაცას. არა, ეხა ბრძანეთ ბატონო გიორგი, ეხა ბრძანეთ. ხო, 17 წევრთან დაკავშირებით. ახლა ყოველ შემთხვევაში არალეგიტიმური პარლამენტით როგორც არის, ფაქტია, რომ შემდეგი არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები როგორც მინიმუმ ჩატარდება არა 17, არამედ 13 წევრიანი კომისიებით. 13-იც არის, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ამ მომენტისთვის 24 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით არის 13 წევრი. 8 არაპარტიული პროფესიულს რომ ეძახიან და 5-მა პარტიამ გადალახა ბარიერი, ხო? ქართული ოცნება, ლელო, ნაციონალური მოძრაობა, ახალი კოალიციასულებისთვის და გახარიას პარტია. ახლა 17 მოვიდა 21 წელს, გახსოვთ ხო და შეიძლება ზოგიერთ მოთქმედანმა კარგად იცით ამის ისტორია. მე მოგიყვებით მცირე ესეთ თვითმხილველის პასაჟს, რაც მე თვითონ ვიღებდი ამაში მონაწილეობას, როგორ მივედით 17-მდე და საერთოდ რატომ მოვიდა 17. გახსოვთ თქვენ რომ 20 წლის არჩევნებზე, როდესაც იყო 1%-იანი ბარიერი, ეს ბარიერი გადალახა 9 საარჩევნო სუბიექტმა. აქედან იყო 2 ბლოკი, ძალა ერთობაშია, ნაციონალური მოძრაობის ბლოკი, რომელშიც შედიოდა 5 სუბიექტი ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით და ერთი იყო სტრატეგია აღმაშენებლის და თაკო ჭარკვიანის პარტიის კანონი და სამართალი ბლოკი, 2 წევრიანი. როდესაც დაიწყო ბოიკოტი, მაშინდელი ბოიკოტი 20 წელს, სანამ შარლ მიშელი ჩამოგზანდებოდა, იყო გახსოვთ რაღაც მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით და ეს თავდაპირველი მოსაზრებების მიმოცვლა, როდესაც მიმდინარეობდა, მაშინ ითქვა, რომ მოდი გავზარდოთ რაოდენობა პარტიული წევრებისა, უბრალოდ რიცხოვნობითაც გაიზარდა, მანამდე იყო გახსოვთ 12 წევრი, ოღონდ 6 იყო არაპარტიული და 6 იყო პარტიული, მაგრამ ის 6 პარტიულიც სხვა სისტემით გამოანგარიშდებოდა ხოლმე მიღებული ხმების მიხედვით და ქართულ ოცნებას ყავდა ოფიციალურად 3 წევრი. თითო წევრი ყავდათ ოპოზიციურ პარტიებს. ბოლო მონაცემებით ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი. თქვენს რომ მოდი ახლა პარიტეტული პრინციპით წავიდეთ, თითო სუბიექტს თითო, შესაბამისად ქართულ ოცნებასაც ნომინალურად 1 და რა ვიცი, ლეიბორისტულ პარტიასაც 1. იმ მომენტისთვის ეს ასე იყო.
შემდეგ ეს აისახა ეს პრინციპები თავდაპირველ მემორანდუმში შარლ მიშელის რეფორმამდე, რომელიც დაიდო ალეკო ელისაშვილის პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის. ეს მემორანდუმი შემდეგ ეფუძნებოდა სწორედ იმ მოლაპარაკებებს, რომელშიც ყველა პარტია იღებდა მაშინ მონაწილეობას, ბატონ ჰარცელთან და ელი დეგნანთან მათი შუამავლობით არსებულ ფორმატში და ეს აისახა კიდეც პირველ კანონ პროექტში 2 მარტის 21 წელს. რატომ მოვყევი ახლა ეს ისტორია? შემდეგ, როდესაც უკვე შარლ მიშელის შეთანხმება შედგა, იქაც ჩაიდო იგივე პრინციპი და ითქვა ასეთი რამ, რომ ფორმულა უნდა იყოს x+1, ანუ x-ი თუ არის ეგრეთ წოდებულ პროფესიულ წევრთა რაოდენობა, 1-ით მეტი უნდა იყოს პარტიული წევრების რაოდენობა, მათ შორის ქართული ოცნებისაც. და 6 წევრიდან გაიზარდა 8-მდე და შესაბამისად 9 უნდა ყოფილიყო პარტიული წევრი. გამოდიოდა 17. ოღონდ რომელ პარტიებს უნდა მიკუთვნებოდათ ეს უკვე სხვა მაგიდაზე გადაწყდა, სხვა მოლაპარაკების მაგიდაზე უკვე შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი ჰქონდა მოწერილი და მე თვითონ ვიღებდი მასში მონაწილეობას, უკვე როდესაც საარჩევნო რეფორმის ჯგუფი შეიქმნა და პრობლემა ის იყო, რომ ქართული ოცნება ამბობდა, რომ ვინაიდან არის 9 სუბიექტი კი ბატონო, მაგრამ ამ 9 სუბიექტიდან არის 2 ბლოკი და ჯამში არის ეს 14 პარტია. ჩვენ შევთანხმდით 9-ზე. რომელიც 9 უნდა იყოს ამ 14-დან? რომელიც 9 და ხო, რთული გამოსავლენი იყო, იმიტომ რომ იქ ზოგიერთ პარტიას ბლოკის შემავალ წევრებს ჰქონდათ პრეტენზია და თქვეს, რომ ვინაიდან მე მათი გზები პოლიტიკურად გაიყო და ბლოკის წესდებას უკვე ვეღარ ცვლიდნენ, ამიტომ მოდი პარტიებს 14 პარტიიდან 9 საუკეთესო დაფინანსების მქონე პარტიას შეხვდესო ეს უფლებამოსილება, რომ ცესკოში და ქვედადონის საარჩევნო კომისიებში დაენიშნათ წევრები. რის წინააღმდეგიც მე ვიყავი პირადად, იმიტომ რომ გამოდიოდა ასე, რომ დაფინანსება ჰქონდა უფრო მეტი ბლოკის შიდა შეთანხმებით პარტია ევროპელ დემოკრატებს, პაატა დავითაიას პარტიას, რომელსაც საერთოდ არ ჰყავდა პარლამენტში გაყვანილი წევრი. იმიტომ რომ ხო ესეთი შეთანხმება ჰქონდათ მაშინ ძალა ერთობაში ამ ბლოკში, რომ მათგან სიაში პირველი პირი იყო ისე არაგამსვლელ სიაში და ასეც მოხდა, მაგრამ უფრო მეტ დაფინანსებას იღებდა ბლოკის დაფინანსებიდან. და ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც უფრო ცოტა ჰქონდა დაფინანსება, მაგრამ პარლამენტში ერთი წევრი ჰყავდა, მას საერთოდ აღარ შეხვდა კომისიის წევრი. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემი პარტია და ლეიბორისტული პარტია საერთოდ სხვადასხვა ორბიტაზე არიან ყველანაირად და მაშინაც ასე იყვნენ, მე ვამბობდი, რომ ეს არის უსამართლობა. და ასევე მეორე პარტია, რომელსაც ეს შეეხო, იყო პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ასევე საერთოდ სხვა პოლუსზე იყო, განსაკუთრებით თავისი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გამო, მაგრამ მასაც ასე მოუწია. მას საერთოდ სპეციალური კანონი შექმნეს, რომ ერთი მუხლი ეწერა, რომ თუ ამ პარტიის წარდგენით გასული დეპუტატები სრულად დატოვებენ თავის დედა პარტიას და ახალ პარტიას შექმნიან, მაშინ უფლებამოსილება გადადის მათზე. ანუ ზუსტად ის, რაც მოხდა ინჯიას შემთხვევაში, ინჯიას პარტიის. მოკლედ წაართვეს პატრიოტთა ალიანსს და ლეიბორისტებს და მისცეს ამ ორ პარტიას. ასე გაჩნდა 17 წევრიანი კომისიები. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს იყო დროებითი წესი 20-24 წლებისთვის. და შემდეგ ის ეწერა და დღესაც ეს ეწერია, რომ არაუმეტეს 17 წევრისა უნდა იყოს. არაუმეტეს 17 წევრისა. ის 8 პროფესიული ნიშნავ არჩეული წევრები, მოკლედ არჩეული და დანიშნული წევრები, მე ასე მოვიხსენიებ ხოლმე, თქვენს ასე იგულისხმეთ, იმიტომ რომ პროფესიული წევრი არ მომწონს. ერთი არც კანონმდებლობა იცნობს ამ ცნებას და არც რაღაც თქო დამაბნეველიც არიან. თითქოს ისინი არიან პროფესიონალი წევრები და სხვები დილეტანტები. მოკლედ, არჩეული წევრების რაოდენობა იყო სტატიკური 8 და პარტიული წევრების მოძრავი. იმის და მიხედვით თუ რამდენი პარტია გადალახავს, მოიპოვებს მანდატს. 24 წელს უკვე ბლოკები აღარ იყო და შესაბამისად ის საჭიროება აღარ იარსებებდა. მე მაშინ 21 წელსვე დავაყენე ეს საკითხი, რომ
კი ბატონო, იყოს ესე, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ 17 ან ის 9 წევრი ვერ შეივსება და უფრო ცოტა პარტია გადალახავს ბარიერს. ამაზე აღშფოთდა ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი. ეს ხო თეორიული დაშვებაა, რანაირად შეიძლებაო 2% ან მაშინ შეგახსენებთ, რომ შალმიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ ბარიერი უნდა დაწეულიყო. ამაზე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაინიცირდა კი არა, პირველი მოსმენით მიიღეს კიდეც, რომ უნდა ჩამოწეულიყო, მაქსიმუმ 2%-მდე, 1-2% შორის უნდა ყოფილიყო. ჩვენო ამ შეთანხმებაზე მოვდივართ, რომ 1 ან 2, მაქსიმუმ 2% უნდა იყოს და როგორ ფიქრობთ, რომ 9 პარტია ვერ გადალახავსო ამდენსო? შესაბამისად, ესო ჰიპოთეზური დაშვება არისო და არ ღირს ამისი განხილვაო. სამწუხაროდ, მაშინ ოპოზიციიდან არავინ არ ამიბა მხარი. პირიქით იმაზე საუბრობდნენ, რომ აი თუ 9-ზე მეტმა გადალახა ბარიერი, იმ შემთხვევაში ვის უნდა შეხვდეს. და მივიღეთ კიდეც ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს, სხვა პრობლემები გვაქვს დღეს, მაგრამ ფაქტია, რომ არის 5 პარტია და არის 8 წევრი ისევ ის პროფესიული და 3 წევრი არის მხოლოდ პარტიული წევრი. ამ უბრალოდ 5 წევრი არის პარტიული წევრი, მაგრამ აქედან ერთი ქართული ოცნება, ანუ 9 და 4 ოპოზიციური პარტია. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, მაშინ ამას პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა, იმიტომ რომ დადგენილებების მიღება მხოლოდ 2/3-ის უმრავლესობით იყო შესაძლებელი და 13-დან 2/3 ასედაც და ისედაც იყო მათი უმრავლესობა. რომც არ გაეუქმებინათ. შესაბამისად, ამიტომ მივიღეთ ესეთი მდგომარეობა, რომ გვაქვს ახლა 13 წევრიანი კომისიები და თუ ასე ჩაატარეს არჩევნები, კომისიებში ყველა დონეზე იქნება 13 წევრი. არის ისტორია ეს იყო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია კი ეგ ინფორმაციაც, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდეს და ანუ საზოგადოებამაც რომ იცოდეს საიდან მოდის ეს ისტორია, თორე არანაირად სადღაცას ლოგიკურ მსჯელობაზე ან სტრატეგიულ გადააზრებაზე რო არ არის ეს ზუსტად ესე იყო. კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობის ანარეკლი იყო 2020 წლის არჩევნების შემდგომ, აი იმ პოლიტიკური ლანდშაფტის და დარჩა ასე კანონმდებლობაში. მახინჯად დარჩა გაცილებით უფრო. კი ბატონო, აბსოლუტურად და არანაირი ბმა რო არ აქვს რეალურად რამდენი საკონტროლო წერტილი ან რამდენი ფუნქცია არის იქ შესასრულებელი ამ კომისიის წევრების მიერ, ანუ მათ რეალურ ფუნქციებთან და განსახორციელებელ საქმიანობასთან რო პირდაპირ კავშირი არ აქვს, ანუ ეს მნიშვნელოვანია რომ იცოდეს საზოგადოებამაც და ჩვენც გავითვალისწინოთ. ამიტომ რაღაცა მგონია რომ თუ კი ამის ოპტიმიზება მოხდება, ეს წაადგება პროცესსაც ამ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს, უпростоრად კენჭისყრის მიმდინარეობის დროს სიმშვიდის შენარჩუნებასაც და უფრო მეტი ადგილის სივრცის შენარჩუნებასაც საარჩევნო უბნებზე, რომ არ იყოს ეს რაღაცა ბევრი ხალხის იქ ყოფნა და მე დამკვირვებელს ადგილი აღარ აქვს და მე პრესას ადგილი არ აქვს, ეს მსჯელობები რო არ მიდიოდეს მუდმივად. ხო, რაც შეეხება საოლქო კომისიებს, მე მაშინ თქვენის ნებართვით ჩავწერ აქ საოლქო კომისიებზე. ფოტოშორის ძალიან დიდი ბუდის ესაც დავამატებ მან რა. ანუ ჩვენ ხედავთ თუ როგორ ამატებენ იქ მაგალითად იგივე ეხლა ამ ბოლო ის იყო ხო რომ დამატებული არის ასევე ვერიფიკაციის აპარატებისთვისაც ხო ანუ მაქსიმალურად ცდილობენ ეს ფუნქციები გაამრავლონ ანუ საჭიროა 3 არაუშავს იყოს 5 ან 7 ან 9 ხო რა იმისათვის რომ სწორედ აი ამ გარკვეულწილად მე ვფიქრობ ეს ამასაც ემსახურება რომ წევრების ფუნქციონალის ასე ვთქვათ გაზრდაც რაღაცნაირად გაფრავდეს უკაცრავად ჟარგონისთვის ზუსტად, ანუ ჩანს წლების მანძილზე რომ ამ მიზნით გამოიყენება. ანუ ამიტომ კომისიებს რაც შეეხება, ანუ ჩემი წინდება იმაში მდგომარეობდა, რომ საერთოდ გავაუქმოთ ეს რგოლი. ანუ კი არ და ვიმსჯელოთ მაგაზე, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება რომ ამან მოიტანოს. ანუ რა რისკების გადაზღვევისთვის გვჭირდება ეს კომისიები, იმიტომ რომ მე ვხედავ მხოლოდ უარყოფითს მათ საქმეებში. საოლქოზე საუბარი, ხო? საოლქო საარჩევნო კომისიებზე და ვიმსჯელოთ ახლა იმაზე ეს რომ გავაკეთოთ რაიმე საფრთხის შემცველი ან უფრო სხვა რისკი, ახალი რისკი ხომ არ წარმოიქმნება, რომელიც დაემუქრება პროცესს, ხო, საარჩევნო პროცესს. ანუ აი ამაზე მინდა თქვენი პოზიციებიც რომ მოვისმინო. ნინო, ხელი ქონდა აწეული და მე დავინახეთ რომ ჩამოწიე და გადაიფიქრე თუ ისევ გინდა რომ ჩაერთო. იმიტომ რომ ისე არ გამოვიდეს რომ ყურადღების მიღმა დაგტოვეთ.
ნინო დოლიძე. ლილი, არა, კომენტარი მინდოდა, მანამდე გამეკეთებინა 1-3 მის წინ და არაფერი, მე პრინციპში დაიფარა ეგ საკითხი და არაფერი. მადლობა. კი ბატონო, ხო, აწიეთ ნებისმიერ დროს. ამიტომ, როდესაც ამ საოლქო კომისიების გაუქმებას გთავაზობთ, ჩვენი мотиваცია პირველ რიგში არის ის ცუდი და ბოროტი პრაქტიკა, რაც დღემდე ყველამ ვიხილეთ და რაც განსაკუთრებით 2024-ში ვიხილეთ, ხო, რა როლი შეასრულეს მათ გაყალბებაში. თორე თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის თქვა შეიძლება იყოს, ну, არ ვიცი, 6 თვით ადრე შეკრებილი ან იყოს დროებითი, ეს უკვე სხვა მოდელია. მაშინ ეს შემიძლია, რომ აი ჩავწერო, თუ კი ეს ღირებულად მიგაჩნიათ, რომ იყოს საოლქო, ოღონდ იყოს დროებითი, ხო? რაღაც აი დროებითი. თუ შეიძლება ვინაიდან მე თენგომ თქვა და მეც თქვი ეს არის ჩემთვის სასურველი მოდელი იქნებოდა, უბრალოდ მე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამის გარდა ეხო, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალ არჩევნებზე, რომლის მოპოვებაც გვინდა ჩვენ წელს, მე არ მგონია რომ ეს რეალისტური იყოს, რომ ეხა ეს ისინი გაუქმდეს. ჯობია რომ უფრო პრაგმატულად შევხედოთ ამ საკითხს, იმიტომ რომ გაუქმდეს, რანუ არჩევნების თარიღით უკვე წოდინება, უკვე შესაქმნელი იქნება საოლქო კომისია და მაინც დასაკომპლექტებელი იქნება და აქ უკვე ცოტა ალბათ სხვა რაღაცაზე უნდა ვიფიქროთ და სამომავლო არჩევნებისთვის და უკვე ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ან თუნდაც მათი მავნე დანატოვარი საცეცების და რაღაც მემკვიდრეობის გასანეიტრალებლად და ვიცით ხო როგორც ხდება ეს ერთბაშად თუნდაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ ისინი რაღაცა ხალხის რაოდენობა ხო რჩება, ბუნებრივია. Deep state-ი, როგორც უძახიან. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული deep state-ი რომ განეიტრალდეს შინაარსობრივად თორე ხა ყველანი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბუნებრივია. მნიშვნელოვანია რომ ეს მავნე პრაქტიკა შეიცვალოს რამენაირად, რომ ადამიანები არ იყვნენ იმაზე ორიენტირებული, რომ როგორ ივარჯიშონ და შეეჯიბრონ ერთმანეთს ხელისუფლების ვლიქვნელობაში და ერთგულებაში, რათა რაღაცა გარანტირებული ადგილები ჰპოვონ. ალბათ ეს უფრო სამომავლო ამბავი იქნება. თუ ჩვენ შუალედურად საუბრობთ აი ახალი არჩევნები, ქართული ოცნების დასამარცხებელი არჩევნები, მოდი ასე ვთქვათ. როგორ წარმოგვიდგენია აქ ადმინისტრაციაზე, ხო, მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე, რომ ეს სამომავლოდ და არ მგონია, რომ ეს იყოს პრაქტიკულად შესაძლებელი შუალედური მიზნისთვის. მეც გავაკეთებ მაშინ პატარა რეპლიკას. ხო, ეგ ძალიან ისეთი საინტერესო მიდგომაა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ასევე უნდა გავიაზროთ ის, რომ თუ ჩვენ ვიძახით, რომ თავარი გაყალბების რგოლი არის სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიები, შესაბამისად ადგილობრივი პარტიის განაყოფია, ისევე როგორც ცესკო ცენტრალური პარტიის, ხო? და შესაბამისად ეს არის მთავარი რგოლი და ამას ტოვებთ ბუნებრივია, ამით კიდევ უფრო მეტად გვაძლევთ, მეტ ბერკეტს ვაძლევთ ჩვენ რუსეთს რომ მოიგოს არჩევნები, ხო? ისევე როგორც ჩვენ ქონდა საუბარი თუნდაც ელექტრონულ არჩევნებზე და ვერიფიკაციის აპარატებზე, ჩვენ ნახეთ რომ თავარი და არსებითი იყო სწორედ იდეალური კარუსელისთვის ვერიფიკაციის აპარატი და ვიძახით რომ მოდით ახლა ეს ვერიფიკაციის აპარატი მაინც დაუტოვოთ, ხო? ანუ მაშინ გამოდის რა, რომ ჩვენ ისევ ჩვენი ასე ვთქვათ კეთილინებით ისევ იგივე ბერკეტას უტოვებთ, მაშინ რა თქმა უნდა მოგებაზე საუბარი ვერ იქნება. დაუნთავრე. კი ბატონო, ხო, აი მეც მაგედან გამოვდივარ და სხვათა შორის თქვენ რაც ბრძანეთ, რომ ეხა ჩვენ ცოტა დრო გვაქვს პრინციპში. ცოტა დრო კი გვაქვს, მაგრამ აქ პრინციპული საკითხებია, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ პრინციპულ საკითხთა შორის, ანუ ჩვენი როგორც გაერთიანებული საზოგადოების მოთხოვნა, ანუ სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები, დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები, ხო? ანუ პოლიტიკური პარტიები თუ ვინც გნებავთ, ხო, თუ ჩვენ შევძელით ის, რომ აი ამ ფორმატში საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ და საერთო წინადადებებს, ანუ ძალა, ზემოქმედების ძალა უნდა ჰქონდეს ამ ერთიანობით მიღებულ წინადადებებს და მოთხოვნებს, ხო? და თანაც მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს ქართული ოცნება ხვალ,
ჩვენ როგორც საზოგადოებამ დღეს უნდა შევიმუშაოთ ჩვენი მოთხოვნები და ჩვენი წინადადებები უნდა დავაყენოთ. მიუხედავად იმისა, რა მოხდება, რა ნაწილი გაზიარდება, რა ნაწილი არა, ანუ ამაზე არც უნდა ვიფიქროთ დღეს, რა ნაწილი გაზიარდება. ანუ ჩვენი ამბიცია უნდა იყოს იმაზე ორიენტირებული, რომ ჩვენ რაც ყველა ერთად ესე წყობრად შევიმუშავებთ, ის უნდა იყოს თამაშის წესები. გასაგებია, რომ ყველა პროცესს, ყველა მოლაპარაკების პროცესს მერე აქვს დანაკარგები ამ დროის განმავლობაში, მაგრამ ამაზე ვერ ვიფიქრებთ. ეხლა საუბარი იმაზე, რომ ამ ეს ომი არ დავიწყოთ, იმიტომ რომ მაინც წავაგებთ, ანუ არ იქნება მომგებიანი. ანუ ჩვენ უნდა ვცადოთ ჩვენი მაქსიმუმი, უნდა შევიმუშაოთ ეს ჩვენი მოთხოვნები და უნდა დავაყენოთ. ესეც უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ამ პრინციპის გაუთვალისწინებლობით ხდებოდა ხოლმე სწორედ რომ წაგებულ თამაშის შესვლა წინა არჩევნებში რა, იმიტომ რომ ვიცოდით რომ რაღაცა იყო ძალიან ცუდი, მიუხედავად ამისა მაინც ვეთანხმებოდით. ვიცოდით რომ ეს იყო სწორედ რაღაცა დიდი ცუდი რაღაცის წყარო, მაგრამ იცი რა არის, მოდი ამაზე არ ვისაუბროთ, რაღაცნაირად ვიღაცა არ შევაშინოთ ან არ ვიცი, ნუ ხანდახან იყო ხოლმე ესეთი არგუმენტები რომ მართლა, ანუ აი სასწაული, იმიტომ რომ აი არ ვიცი, აი ნუ მიჩეს რომ მოვიყენო ამაზე მაგრამ მინდოდა ერთი აშკარად და რაღაც რიად ხედავდით რომ იყო სერიოზული პრობლემა, მაგრამ რაღაცების გამო ან იმან რატო არ თქვა პირველი მე რატო უნდა თქვა, ან არაპოპულარულია ამაზე საუბარი, ან რა ვიცი ორი ამორჩეველი არ შევაშინო და ასე შემდეგ ამაზე არ იყო საუბარი. საბოლოო ჯამში ყველა ის ბერკეტი რაც მოინდომეს ჩაიგდეს ხელში და მივიდეთ დღეს ამ დონემდე და ამ მდგომარეობამდე სადაც ვართ. შეიძლება ერთი პატარა კომენტარი გავაკეთო, ხელი არ ამიწერია, ბოდიშვექდი. აი ზუსტად ამის თქვა მინდოდა მაშინაც, ხო ეს არის არა მხოლოდ ის, რომ თქვა სამუშაო ჯგუფში რაღაცა მოდელამდე მივიდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. ეს არის ისიც, რომ ადამიანებს, მოქალაქეებს აქვთ ამისი დაკვეთა, რომ ჩვენ დავუდოთ, რას ვუპირისპირებთ ქართულ ოცნებას და ეს არის მე მგონი ის, რომ აი პროაქტიულ მოქმედებაზე გადავიდეთ და არ ვიყოთ რეაგირების რეჟიმში, რაზეც ადრეც ვილაპარაკეთ, ხო? ამიტომაც აი აქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ორი ეტაპი აქვს ამას, მე მგონი გიორგი ამბობდა, რომ არის თქვა ეხლა რა უნდა, რა ზომები უნდა მივიღოთ. ეხლა და სამომავლოდ რა უნდა იყოს იდეალური მოდელი და მე მგონია, რომ ჩვენ სწორედ აი ამ სამომავლო მოდელზე უფრო უნდა ვიყოთ ორიენტირებულები და აქ მე არ ვარ იურისტი, ამიტომ ვერ შემოვიდივარ ძალიან დეტალურ მსჯელობაში და რაღაც საკითხებში პირდაპირ გენდობით თქვენ და ამიტომ ჩემი აზრი ამდენად პროფესიულად არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, მაგრამ ის რომ დავდოთ ისეთი მოდელი, რომელსაც წყალი არ გაუვა და რომელიც სისტემურად ის იქნება აწყობილი, რომ შემდეგ ვერავინ ჩვენც მათ შორის როცა იქნება და ხელისუფლებაში მოვალ ოპოზიცია, ხო? აი ჩვენც კი ვეღარ შევძლებთ უკვე ამ ქედან გამომდინარე ვერანაირ გაყალობას, ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეხლა. მადლობა ნინო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ანუ ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანა, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი ძალიან დიდი პატივისცემა, თქვათ, აი იმ ფორმატს, რომელშიც პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდით, ხო, ქალბატონ სალომესთან და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი შემდგომი თხოვნა ზუსტად ეგ არის, რომ იქნებ ან მოიტანოთ ეგ შეთანხმებები, რომ ჩვენ მაგაზე ბევრი დრო აღარ დავხარჯოთ, მაინც ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩავდოთ აი ამ ჩვენს დოკუმენტში, ან და გადავიაზროთ ის შეთანხმებები, თუ კი ვინმე არ ეთანხმებოდა, რატომ არ ეთანხმებოდა, ესეც გავარჩიოთ აი ამ ჩვენს დისკუსიებში. იმიტომ რომ თავარი მიზანია, რომ რაღაცა საერთო პოზიციამდე უნდა მივიდეთ. კიდევ ერთხელ, საერთო პოზიცია ცხადია არ ნიშნავს, რომ რომელიღაცა პარტია რომელიღაცას უერთდება ან ერთიან სიას აკეთებს, ანუ ამისგან ძალიან შორს ვართ. ჩვენ უბრალოდ როგორც საზოგადოება გვინდა რომ ერთიან ფორმატზე, ერთიან წინადადებებზე შევთანხმდეთ და ზუსტად ეს იყოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა ქართული ოცნების მიმართ. და ქართული ოცნება თუ კი ის თulis რომ ხელისუფლებაშია, მაშინ ის ასევე უნდა თulides რომ მისი საზოგადოება, როცა რაღაცას ერთხმაში ითხოვს, ის მან უნდა გაითვალისწინოს. და ზუსტად ეგ არის, რომ ზუსტად ვიცით, რომ ეს კომისიები სუსის ზეგავლენით, სუსის კანდიდატების შეწყობით, სუსის მიერ კანდიდატების შეფასების შემდეგ ინიშნებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ. ემსახურებოდნენ მხოლოდ იმას, რომ გაყალბებულიყო და გაყალბებული შედეგი ასახულიყო. ემსახურებოდა იმას, რომ არანაირი სიმართლე არ დადგენილიყო. ემსახურებოდა იმას, რომ კომისიის წევრებმა, რომლებმაც განს 100
მასობით განსხვავებული აზრი დაწერეს, არც ერთი კომისიის წევრის აზრი არ იყო გამოკვლეული, გამოკითხული. თუნდაც კითხვა დასმული, რომ რატო წერ ამ განსხვავებულ აზრს? აბა მოდი ახლა გადავწყვიტოთ შენი განსხვავებული პოზიცია, საიდან გამომდინარეობს? ანუ არანაირი ფუნქცია ამ კომისიებმა არ შეასრულეს და მაშინ გაუგებარია, რაში გვჭირდება ესეთი მკვდარი სხეულები, ოღონდ მკვდარი იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს და არა მკვდარი იმისთვის, რომ გაყალბდეს. ანუ აი ესეთი ორგანო რატო უნდა გქონდეს ქვეყანაში? ანუ ყველა ერთად თვალებს რატო ვიბრმავებთ? ამაზეა ხო საუბარი. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ ეს მოთხოვნა უნდა დავაყენოთ და უნდა ვიბრძოლოთ ამ მოთხოვნის მიღებაზე, ხო? იმიტომ რომ არ ვენდობით ამ ადმინისტრაციას, ვიცით როგორ ჩაატარეს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პროცესი, ხო, დანიშვნის პროცესი. ვიცით რომ ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ კომისიის წევრებს აპლიკაციებზე წვდომაც კი არ მისცეს. ვიცით რომ აპლიკანტების მიერ შემოტანილი დოკუმენტების გაცნობის ფუფუნებაც კი არ მიანიჭეს ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრებს და მაშინ რა აზრი აქვთ ოპოზიციური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნას? მარტო ხელფასის მიღება ხო არ არის? ანუ ეხლა თქვენ მართალი ხართ, ვანო, თქვენ როცა თქვით, რომ პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს წევრები შეინარჩუნოს როგორც ანაზღაურებადი კომისიის წევრები, რომლებიც მუდმივად ამ ოპოზიციური პარტიის ორბიტაზე იტრიალებს. ეს მესმის, ეს ძალიან ღირებულია თქვენთვის როგორც ოპოზიციური პარტიისთვის, მაგრამ ჩემთვის როგორც საზოგადოების წევრისთვის და უბრალოდ მოქალაქისთვის ეგ გაუგებარი ღირებულებაა. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ყველა მე პარტიული არ მიგულისხმებ, მე მიგულისხმებ მუდმივ მოქმედები, რომ პროფესიული კუთხით შენარჩუნებული ყოფილიყო და რომელი არა, ნახეთ, ანუ კი მესმის აბსოლუტურად, ანუ ჩვენ ახლა უნდა ავიღოთ ორი ღირებულება, ხო? ერთი არის ის, რა დიდი ძალიან დიდი მინუსიც არის ის, რომ ეს არის გარკვეულწილად განაყოფი ადგილობრივი პარტიის, მოდით ესე ვთქვათ, რა, ანუ არაფერი სხვა ფუნქცია მას არ გააჩნია, ხო? რომელ ობიექტურ არჩევნებზეა საუბარი, მაგის გარდა რამდენი გასაჩივრებები არის სწორად განხილული ან დაკმაყოფილებული ოლქის მიერ არც ერთი, ხო? აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე იყო, რა თქმა უნდა, ზეწოლისა და ის რა ქვია, ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ მეორე ნაწილი არის ლოჯისტიკური ნაწილიც ასევე. მე ხლა 8 წელი ვიყავი ოლქის თავმჯდომარე და ის პერიოდი იყო ხოლმე, როდესაც მაგალითად იქ საზღვრების დაზუსტება არის რაღაცა გარკვეული საქმიანობები, რა თქმა უნდა, ხა თქვათ ისე ვჩავთვლით, რომ არაფერი არის რაღაცები, მათ შორის იგივე ანუ მუდმივი კოორდინაცია, მაგალითად იგივე ის უბნის წევრების შენარჩუნებაც გარკვეულწილად საოლქოზე იყო ხოლმე იმ პერიოდში გეუბნებით, ახლა ვერ გეტყვით რა თქმა უნდა. დამოკიდებული და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ გარკვეული ლოჯისტიკური მისამართების დაზუსტება, ასევე შუა პერიოდში რაღაცა გარკვეული აქტივობები გეგმებოდა ხოლმე, სიახლეების გაცნობა იქ იყო და ასე შემდეგ და მე ასე თქვა არჩევნების გამოცხადების პერიოდისთვის უკვე ქონდა, თუ პარტიულ ნაწილს გამორიცხავდით, გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჩვენ უოჭველი ვიცოდით, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ჩაატარებდნენ არჩევნებს, რომელსაც თავისი გარკვეული ნორმალური კომპეტენცია გააჩნდათ და მაგალითად თუნდაც სრულიად არაკომპეტენტური ადამიანი ყოფილიყო პარტიიდან გამოგზავნილი დანიშნული, არჩევნების ჩატარება საფრთხე არ შეექმნებოდა. კი, გასაგებია, ანუ ეგ იმ დებულებიდან ამოვდივართ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ პარტიების მიერ დანიშნული წევრები არ გამოცხადდნენ, მაგრამ ასეთი რაღაც ხო ბუნებრივად ვერ მოხდება. იმიტომ რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც არის საარჩევნო სუბიექტი და მონაწილეობს პროცესში, მისი მთავარი ინტერესი არის, რომ მისი წევრი მივიდეს და მიიღოს მონაწილეობა აი ამ კენჭისყრაში, ხო? და ამ კენჭისყრის ორგანიზებაში და ეგ რა სიტუაცია შეიძლება იყოს, როცა პარტიების მიერ დანიშნული წევრები უბრალოდ არ მივიდნენ. ანუ უსი არ დააშინებს. უსიძეწოლა, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ანუ ჩვენ ისევე როგორც ჩვენი წევრები იხსნიან ხოლმე, იმას რა ქვია, უფლებამოსილებას დანიშვნიდან 2 საათში, ან მეორე დილით. ხო და ანუ ეგ რას ნიშნავს, რომ შერეული მოდელი, მაშინ შერეული შემადგენლობა იმსახურება იმას, რომ აპრიორი იცის საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომ სუსი ზემოქმედებს ადამიანებზე და ეს მისაღებია ამ სახელმწიფოში. და მოდი ცალკე შევქმნათ რაღაცა 8 და 9 კაციანი და ეგრეთ წოდებული პროფესიული დამოუკიდებელი შემადგენლობა, რომ იმათ ჩაატარონ არჩევნები. ეს ხო დაცინვაა. ეს ჩემთვის მოქალაქისთვის არის
დაცინვა, ანუ თან ჩემი გადახდილი გადასახადებით უნდა დააფინანსონ ეს ხალხი და თან ეს ადმინისტრაცია მეუბნება, რომ არა მხოლოდ ჩვენს მიერ გადახდილ გადასახადებზე ვცოცხლობ მე და ვიკვებები, არამედ იმასაც ვერაფერს ვერ უკეთებ, რომ აი სუსი ვიღაცას აშინებს, ვიღაცა კორუმპირებული ჩინოვნიკი ადამიანებს აშინებს და მოხდა მათი ადგილებზე გადაბირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ როდემდე ვაპირებთ საქართველოს მოქალაქეები, რომ აი ეგეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ხო? შესაბამისად, ეგ არ არის მაგისი წამალი. ამისი წამალი არის პირიქით ძალიან მოქნილი, ფუნქციონალური, ძირითად ფუნქციებზე და კრიტიკულ წერტილებზე მიბმული კომისიის წევრების რიცხოვნობა და დაკომპლექტებული მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მიერ, თანაბრად, სამართლიანად და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ისე რომ ჩვენ ეგ მოცემულობა არ უნდა იყოს მისაღები, რომ ვიცით, რომ სუსი ვიღაცას დააშინებს. არა, გეთახმები აბსოლუტურად მაგაზე კი ეს ხმამაღლა ვმჟელობთ ახლა ჩვენ ამ ყველაფერზე და გეთახმებით ჩვენ ანუ მე ვფიქრობ რომ სწორად მივდივართ იმ კუთხით რომ ის რგოლები დიდი ჯაჭვია ხო რაღაცა გარკვეული ჯაჭვი არის აწყობილი რომ წლების განმავლობაში აწყობილი ოსნებას და ამ ჩვენ ვიცით რომელი არის მნიშვნელოვანი რგოლი და შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი რგოლი ხო რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რგოლების მოშლაზე უნდა ვიმსჯელოთ უმთავრესად რათა ხვალდაზე მივიღოთ ნორმალური არჩევნები ამის გარეშე და იმაშიც გეთახმებით რა თქმა უნდა რომ ეს არის მნიშვნელოვანი რგოლი თუმცა უნდა ვისაუბროთ ასევე მინუსებზეც ხო ამიტომ სწორედ აქ არის მთავარი ამბავი რომ ანუ ღირებულება რომელს უფრო მნიშვნელოვანი აქვს იმას თუ ომას რომელი გადაწონეს ამ შემთხვევაში შესაბამისად ის რაც დღეს გვაქვს ეს ნუ ხა თავიდან ბოლომდე მიუღებელია ბუნებრივია ყველასთვის და რაღაცა კუთხით უნდა შევცვალოთ და აი თქვენი წინადადება რა იქნებოდა ანუ რომელი და გიორგი თქვენც მინდა რომ და ნინო ყველამ ანუ განსაკუთრებით პარტიებმა რომ გააკეთოთ ჩართვები რომ ანუ რიცხოვნობასაც ვუპასუხოთ კომისიებსაც და ცესკოსაც ანუ აი ამ მოდელებში რომელს უფრო დაუჭერდით მხარს და რამე ხო არ ჩავანაცვლოთ ან რამე ხო არ თქვენი ხმა შემოდის უთვალთვალებდნენ ესენი ნუ მიყავ კეთი რომ გაითიშა კარგით ვანო მაშინ თქვენ კი ბატონო ხო რაც შეეხება რაოდენობას ცალსახად რაოდენობა უნდა იყოს ფუნქციებიდან გამომდინარე ფუნქციები მინიმალური და აი ადამიანურად გაწერილი რომ კანონში წერია ერთი რაღაც და მე დადგენილებას ვხედავთ რომ აბსოლუტურად ამოტრიალებულია ფუნქციაც პროცედურაც რაოდენობას და ასე შემდეგ და ყველაფერს სულიან აბსოლუტურად სამწუხარო არის რომ დადგენილება ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ორგანულ კანონზე შემდგომი და ეს ძალიან ხშირად არის ამის პრეცედენტი ფუნქციების ანუ რაოდენობა ფუნქციები პლუს ალბათ ერთი ან მაქსიმუმ ორი ადამიანი ის რომ მაგალითად ვიღაცა არ მოვიდეს და აქედან გამომდინარე მოხდეს ჩანაცვლება თუმცა კი არც ფუნქციების შეკვეცა არ არის სასწაული რა ეხა ესა რა ქვია 5 რეგისტრატორიდან 4 მარტივად შეასრულებს თავის ფუნქცია ვალდებულებას ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ხო ანუ პირდაპირ უნდა მიებას რაოდენობა ფუნქციების რაოდენობას ოღონდ ფუნქციების მინიმალურ დონეზე არ არის საჭირო მართლა ესა რა ქვია 10 და 12 ფუნქცია აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ პლუს ამას მე არის ხოლმე კიდე ის რომ სპეც ჯგუფის ხალხსაც ამატებენ ხოლმე და ეს კიდე ცოტა ანუ ეს კიდე უფრო გაუგებარი სიტუაცია რა. აი სპეც ჯგუფები კიდე გამოდიან რომ დამატებით რაღაცა გარკვეული პერიოდულობით თუ ერთი დღით თუ ამის არსის სიმართლე და ამდენი ხანი არჩევნებში ყველა რგოლში მაგ ნამუშევარი საკანონმდებლოშიც მათ შორის უბანი, ოლქი, რა ვიცი, ტრენერი, იურისტი ანუ ამის არსი ვერ გავიგე. უცებ ორი კაცი ემატება გადასატანი ყუთის წამღებ წევრებს სპეც ჯგუფიდან ჩასმული კიდე სადღაც ეს წამოვიდა სხვათა შორის პანდემიის პრეცედენტი იყო თუ არ ვშტები პირველი როდესაც ამ ადამიანების ჩასმა დაიწყეს და შემდგომ გაგრძელდა გარკვეული საჭიროებების და მიხედვით ალბათ მათი ხო ბუნებრივია ხო რაც შეეხება ესე რა ქვია მეორე შეკითხვა იყო ანუ რაოდენობა და კი, ანუ კი ბატონო, ეს პრინციპი გასაგებია, ანუ შეგვიძლია ეს ორი საერთოდ გავაერთიანოთ, რომ
აი აქ ამაზე მე კიდე თუმცა კარგად ეს ფუნქციების უნდა ძალიან სწორად განისაზღვროს, ხო? ანუ რეალისტურად და საჭიროებების მიხედვით. კიდევ მეორე არ არის რაღაცა ერთგარკვეულ ფუნქციაზე 7 ადამიანის დასაქმება. მარტო იმიტომ რომ რაოდენობა გავზარდოთ. ნამდვილად და ხო, და რაც შეეხება იმას საალხო საარჩევნო კომისიის მოდელს, ხო? ნუ ამ ეტაპზე ალბათ ეს არის რა, ნუ ცოტა გამიჭირდება 100%-იანი პასუხის გაცემა, თუმცა კი ვიხრები მეც იქითკენ, რომ ეს რგოლი საერთოდ ამოვიღოთ, იმიტომ რომ მაგალითად საალხოს, ანუ ოღონდ დროებითი აუცილებლად, ანუ მუდმივ მოქმედი რომ არ იყოს და დროებით დონეზე რაღაცა, ასე ვთქვათ, ისიც ალბათ მარტო პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული რომ შეიქმნას, ამ კუთხით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა ამაზე ეს არის ახლა ამას უცებ პასუხობ და ეს უფრო სამსჯელო თემაა. თუმცა კი ძალიან ძნელი იქნება უბნის კოორდინაცია არჩევნების პერიოდში საალხო საარჩევნო კომისიის გარეშე. გააჩნია როგორი სტრუქტურები იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამიტომ თუ კი ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ვთქვათ, რაღაცა დიდი იურიდიული განყოფილება, დიდი დავების გადაწყვეტის განყოფილება და კიდევ დიდი მაკოორდინირებელი განყოფილება შეიქმნას CESCO-ში, მაშინ მარტივად მოგვარდება ეგ ყველაფერი. თან გააჩნია არა, როგორ გინდათ რომ მაგალითად ხულოში ბეშუმში ჩაატაროს არჩევნები CESCO საალხოს გარეშე. ხო და იქ ხო კომისია ატარებს. იდეაში საოლქო რას უკეთებს? საოლქო ხო მაინც ვერ დადის იქ. ანუ დადგენილი კომისიებია დადგენილი, შემადგენლობაა დადგენილი, მასალები მიწოდებულია და ჩატარება რას ნიშნავს? ანუ ჩატარებაში ოლქის მონაწილეობა რას ნიშნავს? ჩატარებაში ოლქის მონაწილეობა ნიშნავს ლოჯისტიკურ ნაწილს პირველ რიგში. მაგას CESCO ჩაანაცვლებს. CESCO-ს დიდი ლოჯისტიკური განყოფილება მაგალითად. ხო, შესაძლებელია ალბათ კი. მაგაზია საუბარი, ანუ ჩვენ ძალიან კრიტიკულად უნდა მივუდგეთ, იმიტომ რომ მივიდეთ ოპტიმალურ სტრუქტურამდე და დღეს არ არის ეგ აუცილებელი, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ გავაგრძელოთ მაგ დეტალები, უფრო კარგად მოგვაფიქრდება, ყველას რამე სხვა რისკი ხო არ წარმოიქმნება და რითი შეგვიძლია დავაბალანსოთ. გიორგი, თქვენ ანუ თქვენ ფიქრობთ იმას, რომ ანუ საბოლოო ჯამში ოლქების ლოჯისტიკურ ტექნიკურ შინაარსობრივი ნაწილი გადმოვიდეს CESCO-ზე და CESCO-დან იყოს, ასე ვთქვათ, მართული. რა პრობლემაა? იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ იქ არის მისამართების დაზუსტება ახლა, ნუ ხალხის შერჩევა აღარ გამოდის, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ არც კონკურსად ჩაატარებს და ბუნებრივია პარტიები დანიშნავენ, დარჩება ლოჯისტიკური, დარჩება იურიდიული. ერთხელ რიგარეში არჩევნებისთვის და როდესაც რიგარეში არჩევნები წარმატებით დამთავრდება და ხალხის ნამდვილობას ასახავს, მერე ახალმა ხელისუფლებამ უკვე საუკეთესო პრაქტიკების და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებების გათვალისწინებით, კი ბატონო, მერე შევიმუშაოთ კარგი მოდელი. მაგრამ ჩვენ ახლა ჯერ ძალიან ბევრი მტერი გვყავს დასამარცხებელი. ნინო, ბრძანეთ. ნინი, ერთი კითხვა მაქვს, ისევ როგორც არაპროფესიონალს და არ ჩამომართვათ რაღაც იმაში მიამიტობაში თუ არაადეკვატურია. ხო არ ნიშნავს ეს იმას, რომ პოლიტიკურ კომპონენტს ჩაანაცვლოს ბიუროკრატია და ბიუროკრატია ამ შემთხვევაში ცალსახად ხელისუფლების იქნება CESCO-ში უმეტეს. არა, ის იქნება მხოლოდ ნახეთ ნინო, ანუ იურიდიული, ლოჯისტიკური, მაგრამ წევრები მთლიანად პარტიული თუ იქნება, ბიუროკრატია როგორ ჩაანაცვლებს? აი იგივე ლოჯისტიკა და აი ესეთი საკითხები ძალიან შენ თვითონაც აღნიშნე მაშინ წინა პრეზენტაციაზე, რამდენი დარღვევა გააძვრინეს ამ თავისი იმითი, რომ აი თქო ლოჯისტიკურ საკითხებს აგვარებდნენ თვითონ და არავინ არ იყო იქ ნინო, ეხლა ამ შემთხვევაში გავაყენილი რასაც ამბობს, არის ის, რომ პარტიის, ანუ ჩვენ არ გქონდა მაგალითად ბევრ რაღაცაზე წვდომა, CESCO-ში რაც ხდებოდა მიმდინარე, შენ თვითონ პარტიის წარმომადგენლები შექმნიან ამ პროცესს, როგორც მე გავიგე, ესე ამბობს. და ანუ ეგ საფრთხე, რასაც შენ ლაპარაკობ, ამ წუთას მეტნაკლებად გამორიცხულია რა. გასაგებია. კარგი, მადლობა. ნამდვილად ეგ არის იდეა, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ კანონის როგორი ლამაზი ჩანაწერიც არ უნდა იყოს, თუმცა აქ რაღა დარჩა ლამაზი მეორე თემა, არ გამოგვადგა ამ არჩევნებზე. შესაბამისად, ის რაც წერია სისტემად, ეგ არ მუშაობს.
არ მუშაობს, იმიტომ რომ ამის უკან პოლიტიკური ნება არ დგას. არ მუშაობს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს გამჭვირვალე და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება. ამაშია მთავარი პრობლემა და არა იმაში, იქ ბიუროკრატსავალია რაღაც პიკოსის მიწოდება თუ რაღაც ქაღალდის მიწოდება, რომელიც უნდა ვერიფიკაციის აპარატიდან ამოიბეჭდოს. ანუ ამაზე არ არის საუბარი. ლოჯისტიკაში პოლიტიკური მხოლოდ მაშინ ჩდება მდგენელი, როდესაც არ გინდა რომ ნიუ-იორკში მისულმა ამომრჩეველმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ იცი რომ ოპოზიციის ამომრჩეველია. აი, ამიტომ შეუქმნეს ლოჯისტიკური პრობლემები, თორე ეგ ის ლოჯისტიკა კი არ არის, რაც ახლა მე ვთქვი და რაზეც ვანო საუბრობდა. ეს ლოჯისტიკა არის, რომ ბიულეტენები, კონვერტები, აპარატები, ყველაფერი დროულად იქნეს მიწოდებული რეგიონებში, ხო, ყველა უბანზე იქნეს მიტანილი. და ამისი დაორგანიზება ძალიან მარტივად შეიძლება ცენტრიდან, ისევე როგორც რეგიონებიდან შეიძლება, მაგრამ იმ რეგიონებსაც ხო ცენტრმა უნდა მიაწოდოს, ხო? თან ჩვენი ქვეყანა სულ რაღაცა 3 მილიონიანი ქვეყანაა და არ მგონია აქ 3 მილიონიანი კომპანიები ახერხებენ ლოჯისტიკას მსოფლიოში, ასე რომ არ არის ნამდვილად არანაირი პრობლემა, მაგაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას და ლოჯისტიკა, რაც მე პრეზენტაციაში აღვნიშნე, ეგ იყო პოლიტიკური ნების გამო ლოჯისტიკური პრობლემების შექმნა, როცა არ ყოფნიდათ რეგისტრატორები. აი, რატო შეიძლებოდა, რომ ნიუ-იორკის უბნებზე, საფრანგეთის უბნებზე და ასე შემდეგ არ გეყოს რეგისტრატორები? ამას ხო ცესკო აკეთებდა. ანუ მანდის მთავარი პრობლემა იყო, რომ უბანი არ დაამატეს და ანუ ეგეც მაგის შემადგენელი ნაწილია, რომ ცესკოს ნება რო ყოფილიყო, უბნებსაც ჩვეულებრივ დაამატებდნენ. ზუსტად მაგაშია საქმე. ცესკოს შემადგენლობაზეც რო ვიმსჯელოთ, ბარემ აქაც ერთ-ერთი მოდელი შეიძლება იყოს მხოლოდ პარტიული წევრების მიერ დანიშნა. უბრალოდ წეღან ვანო თქვენ თქვით, რომ რაღაც თავმჯდომარე მოადგილე და მდივანი არ უნდა იყოსო პარტიული, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია თუ გიორგი თქვენ თქვით, ხო კი ბატონო ამერია, რომ გაიმეოროთ ეგ და აი თქვენი ხედვა როგორი არის, როგორი უნდა იყოს ეს შემადგენლობა? თავმჯდომარე და მოადგილე და მდივანი რომ უნდა იყვნენ არაპარტიულები, ეს წერია კანონმდებლობაში. თუ კანონმდებლობა შეიცვლება, ესე შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. მეც მოგახსენეთ მაშინ ჩემ აზრს, კიდევ ერთხელ ეს არის ჩემი აზრი. არის სხვადასხვა მოდელი შეიძლება იყოს თუ სწორად იმუშავებს მისაღები. არ ვფიქრობ, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული მოდელი არის პანაცეა. და ცოტა უფრო ფართო კონტექსტში დავინახავდი ასევე ამ საკითხს. შესაძლებელია ჩვენ გქონდეს სამდონიანი და მუდმივ მოქმედი საოლქო კომისიებით საარჩევნო ადმინისტრაციას თუ სწორად იმუშავებს. შესაძლებელია იყოს სამდონიანი და საოლქო კომისიები იყოს დროებითი, სავსებით შესაძლებელია. ისიც შესაძლებელია, რომ ლოგისტიკა მთლიანად ცესკოზე იყოს. ერთი რაც არის ამოსავალი წერტილი ჩემთვის არის ის, რომ პირველ რიგში საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ საუბნო კომისიების, საუბნო საარჩევნო კომისიების, საოლქო კომისიების და ცესკოს შემადგენლობა და რიცხოვნობაც იყოს იდენტური. არ არის ეს აუცილებელი. ფუნქციები, კონკრეტული ფუნქციები გვაქვს უბანზე, ხო? უბანზე ოპტიმალური იქნება ალბათ მაინც 12 წევრი, მაინც ალბათ საჭირო იქნება, იმიტომ რომ დიდ უბნებზე განსაკუთრებით 5 რეგისტრატორი ყველა შემთხვევაში საჭიროა. ყველა შემთხვევაში. ამას დამატებული ნაკადის მომწესრიგებელი, ну იქ 5-ის დაჭერილის ზედამხედველი თუ იქნება, არ ვიცი ხა ელექტრონული ყუთები თუ დარჩება იმის ზედამხედველი ერთი პირი. მდივანი და თავმჯდომარე როგორც მინიმუმ უნდა ყავდეს, ხო? უბანს. მოადგილეს რო კაი ჩამოვაშოროთ. და გადასატან ყუთზე გამხოლი კომისიის წევრიც 2. აი 11-12 წევრი, ეს ყველა რო ფუნქციით იყოს აღჭურვილი, კონკრეტული ფუნქციით. 17 წევრიანი უბნები, ჩემი აზრით, საერთოდ პირიქით ხელის შემშლელი არის იმის გათვალისწინებით, რომ უბნების ბევრი უბნებზე ფართი არის ძალიან მცირე და ხელს უშლიან უბრალოდ ძალიან ბევრი ხალხია ფიზიკურად. და მით უმეტეს, როდესაც არანაირი სხვა კონკრეტული ფუნქცია არ აქვს, რომ მე დათვლის დროს აქვს მხოლოდ ფუნქცია. საოლქო კომისიებში, ხო, სრულად პარტიული შემადგენლობა შესაძლებელია.
გიორგი, ეს რო შეამოწმოთ თუ სწორად ჩავიწერე. ანუ თავმჯდომარე მოადგილე, 5 რეგისტრატორი, 2 გადასატანის არჩევნო კომისიის წევრი, 1 ნაკადის მარეგულირებელი და კიდევ ვინ დაასახელეთ? ნუ ხუთის და ჭრილის ზედამხედველი ან ვინც იქნება იქ ელექტრონულ შემთხვევაში ხმის მიცემი აპარატით, ნუ ერთი პირი, ვინც ამას ზედამხედველობს უკვე ხმის მიცემას. ტრადიციულ უბნებზე, საარჩევნო უბნის სპეციალური კონვერტების და იმას ჭრილის ზედამხედველი ვინც არის, ხუთის და ჭრილის ზედამხედველი. გიორგი, ვიდრე გადახვალ სხვა საკითხზე, კითხვას დაგისვამთ ბარემ. ხომ არიცით არგუმენტაცია, რატოა ის 10% დატოვებული ტრადიციულად და დანარჩენი ელექტრონულად? ანუ ამის უკან რა ფილოსოფია იდგა? კი, რა თქმა უნდა, როგორ არ ვიცი. ამ პროცესის მონაწილეც გახდით, როგორც პარლამენტში და შემდეგ ცესკოში. ეს რო განმარტო. კი ბატონო, განგიმატო. ესე იგი 2022 წელს, როდესაც საქართველომ ვერ მიიღო მაშინ პირდაპირ კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი ორი ქვეყნის, ან მოლდოვისა და უკრაინის განსხვავებით და 12 პუნქტიანი გეგმა რო განესაზღვრა, სანამ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით, ერთ-ერთი იყო საარჩევნო მიმართულება. ახლა იქ ორი სხვადასხვა ჯგუფი შეიქმნა, ერთი შექმნა ქართულმა ოცნებამ, მეორე იყო NGO-ების და ოპოზიციური პარტიების და ნუ იქ ზოგადად ეწერა ევროკავშირის განაწესი იყო ზოგადი, არ იყო რაღაც კონკრეტიკა განსაკუთრებული, შესაბამისად თავისუფლება იყო თემატიკის არჩევის და უცბად ქართულმა ოცნებამ სექტემბრის ბოლოს, 22 წლის სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ჩვენ შემოგვაქვს ელექტრონული არჩევნები არანაკლებ 70%-ისთვის, ოღონდ ამომრჩევლებისა და არა უბნებისა. იმიტომ რომ უბნების პროცენტული რაოდენობა კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს მოიცავს, მაგრამ ეს აქ ეწერა, რომ არანაკლებ 70%-ისთვის, ანუ ჩაკეტა მინიმალური ზღვარი. ეს იყო მოულოდნელი, მართალია, თუმცა მანამდე პირიქით იყო ხოლმე, ანუ ოპოზიცია ვითხოვდით ელექტრონულ არჩევნებს და ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით, ნუ ამას ეწინააღმდეგებოდა. იქ იყო მანამდე პილოტის რეჟიმში კრწანისში 21 წელს ჩატარებული, მანამდე კიდევ უფრო მცირე ცდები და ეს აქციეს მათ თავარ რაღაც პოლიტიკურ ხაზად, რომ აი უნდოდა ოპოზიციას და ეს არის მნიშვნელოვანი, ახლა პროგრესი ჩვენ ვართ პროგრესისკენ, ქართული ოცნება. იქ ბევრი რამ იყო დასახვეწი, უნებრივია, ეს გაიგზავნა შემდეგ ვენეციის კომისიაშიც ეს პროექტი. მაგრამ კანონმდებლობა ითხოვდა მხოლოდ 70-ს. იყო სპეკულაციები პოლიტიკური, რომ აი ის 30% არის გაყალბების მარჟა და დანარჩენი მოკლედ განესაზღვრა ცესკოს. თვითონ კანონის კოდექსის ტექსტი ბევრს არაფერს ამბობდა იმას, რომ ხო ძნელად მისასვლელა, რთულად მისასვლელ ადგილებში არ ჩატარდება, ეს რთულად მისასვლელი რას ნიშნავს, უნდა განესაზღვრა ცესკოს. და ცესკომ განსაზღვრა ეს ისე, რომ ავიდა შემდეგ 90%-მდე. ახლა ცესკომ შემოიტანა დამატებითი კრიტერიუმები კოდექსისგან განსხვავებით და ძნელად მისასვლელი განსაზღვრა საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კილომეტრის რადიუსით Microsoft Bing-ით 20 კილომეტრი. ამან ცოტა აბსურდული შედეგებიც გამოიწვია, აი მაგალითს მოგიყვანთ, სოფელი უკამი არის ესეთი კასპის რაიონის, რომელიც არის ზედაი ავტობანიდან, ეგრევე არის გადასახვევი და იდეაში მიზანი იყო, რომ რთულად მისასვლელ უბნებზე არ უნდა ყოფილიყო ელექტრონული აპარატები. ავტობანიდან გადაუხვევ თუ არა უკამში ეგრევე მიადგები ძველ შენობას, რომელსაც გარშემო ულამაზესი პარკი არტყია და არის დიდი უბანი, სადაც ტრადიციული წესით არის, იმიტომ რომ იქ რუკაზე 20 კილომეტრის რადიუსი მიღმა და მეორე უბანი არის ამავე სოფელში, სადაც უნდა სოფლის ორღობეში იარო და არის პატარა, სამჯერ უფრო პატარა უბანი, სადაც ელექტრონული უბანია, ელექტროტექნოლოგიზებული, იმიტომ რომ 20 კილომეტრის რადიუსში ხდებოდა. აი ეს იყო ერთი კრიტერიუმი, მეორე კრიტერიუმი იყო, რომ 20 კილომეტრის რადიუსში თუ ხდებოდა, მაგრამ 300 ამომრჩეველზე ნაკლები იყო უბანზე, იქ
არ გაიხსნებოდა, არ იქნებოდა ეს უბანი ტექნოლოგიზებული და ხო და მოხდა უბნების გამსხვილება. 1500 იყო მოგეხსენებათ ჭერი და გახდა 3000, ეს შეეხო ისეთ უბნებს, რომლებიც პირველ რიგში ყველაზე მეტად იმ უბნებს, რომლებიც ერთსა და იმავე შენობაში იყო და ესეთი იყო 604 და აი ეს იყო კრიტერიუმები, რომლითაც CESCOM მიიღო აი ეს 90%, რომელიც მას არ ევალებოდა. თავდაპირველად, ანუ 70%-ზე მაინც უნდა ასულიყო. რომელი იყო ეს 70? თავდაპირველად განისაზღვრა 5 ძირითადი, 5 თვითმმართველი ქალაქი, შემდეგ ამ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატა ყველა მუნიციპალური ცენტრი, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას ქალაქის სტატუსი, ან მათ შორის სტეფანწმინდა, ონი, შოხატაური, რომლებიც დაბებია. და შემდეგ 70%-მდე მაინც ვერ ადიოდა და ნუ ეს 20 კილომეტრის რადიუსი შემოიღეს კრიტერიუმად და ასე მოხდა 99.8% ამორჩევლების რომ მოიცვა იმ მონაცემები. თუმცა უბნების პროცენტული წილით იყო 75%, ანუ მაინც იყო ბევრი უბანი, იყო 768 უბანი, სადაც იყო ტრადიციული წესით, მაგრამ იქ იყო მხოლოდ 10% კონცენტრირებული რეგისტრირებული ამორჩევლებისა. 10%. ეხლა სიმართლე რო გითხრათ, ძალიან პატარა უბნებზე მე არ მგონია ისე წმინდად პოლიტიკისგან დავცალოთ ეს მსჯელობა და მართლა ხარჯების თვალსაზრისითაც არ მგონია რომ გამართლებული იყოს 100 კაციან უბანზე და შეიძლება იქ ტრადიციული მეთოდითაც ჩატარდეს, მაგრამ ნუ სამწუხაროდ მოხდა 20 კილომეტრის რადიუსის მიღმა საკმაოდ მსხვილი უბნების, მაგრამ ნუ ეს იყო ის მოცემულობა და ის კრიტერიუმები, რომელიც CESCOM განსაზღვრა და კანონმდებლობით მას 70%-ზე მეტი ისედაც არ ევალებოდა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ინფორმაცია. კი ბატონო, აი ამ გამოყოფილ ფუნქციებზე ხა 12 წევრზე ავედით, აი ამ ჩამონათვალით და რამე სხვა წინადადებებიც ხო არ აქვს ვინმეს ან რაღაც განსხვავებული მოსაზრება. ალბათ ეს 5 რეგისტრატორი ეს უფრო აი ასე იქნება სწორი, ხო? 3-5 რეგისტრატორი. იმის და 3-5 რეგისტრატორი, მაგრამ ნუ კი, ეხლა ეგეც არ არის თვალ გამორიცხული, რომ ეხლა უბნების მიხედვით იყოს რაოდენობა, მაგრამ ნუ მაქსიმალური რაოდენობა ეს არის. ანუ ყველაზე დიდი უბნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობა ამაზე მეტი მაინც ვერ უნდა იყოს და ნუ პატარა უბნებზეც ნუ შეიძლება 1-2 წევრი მოვაკლოთ. ნუ მაშინ მაგრამ ნუ რაღაც საერთო წესი ხო უნდა იყოს. ხო, საერთო წესი. დანაშაული არც ის იქნება. არანაირად, კი, არანაირად. კი ბატონო, კომისიების შემადგენლობაზე ხომ არ გაქვთ კომენტარები? ერთ პატარას დავამატე თუ შეიძლება, რაც ეგან უბნების გაერთიანება ახსენა და მაგაზე გამახსენდა. ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, რომ მაგალითად ძველ არჩევნებზე, ანუ როდესაც ყველა უბანზე გაითიშა. ისმის ანუ როდესაც ყველა უბანზე, ასე ვთქვათ, უბნის წევრები იცნობდნენ თავის ამორჩევლებს. ანუ კონკრეტულ სოფელში რო იყო გახსნილი უბანი, ყველა უბნის წევრი, ეხლა მოგეხსენებათ, რომ ეს ნათესაური კავშირი და ასე შემდეგ ძალიან ისეთი მჭიდროა და როდესაც სხვა ადამიანი შემოდიოდა ხოლმე, ანუ წინა არჩევნებზე მაგ საუბარი, ყველა ხვდებოდა, რომ ის არ იყო ამ სოფლის მაცხოვრებელი. დღეს უბნების გაერთიანებამ რა გამოიწვია? ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შესვლა უბანზე, მიეცა ხმა და არგუმენტი იყო ის, რომ აი მეორე გაერთიანებული უბნის, ასე ვთქვათ, სოფლის ამორჩეველი. ჩვენ არ ვიცნობთ, მაგრამ აი ეს იქიდან მოდის, იმიტომ რომ გაერთიანდა ეს უბნები. აქ ძალიან ფანტასტიკური არგუმენტი იყო იმისათვის, რომ უცნობი ადამიანები თავისუფლად შესულიყვნენ უბანზე და მიეცათ ხმა. ეს გამოიწვია ამ გაერთიანებამ. ეგ იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ აფიორის, რაც დაიგეგმა 2021-ში. ოღონდ ერთ-ერთი რაღაცაც უნდა ითქვას, აქვე თავდაპირველად კიდევ უფრო მეტი უბანი იყო გაერთიანებული. მაგრამ 23 წელი იყო, მე მგონი, CESCOM-ს მე შეეშინდა, რომ არ ვიცი ალბათ, რომ მართლა უკვე ნამდვილი რეალური არჩევნების დროს არ მომხდარიყო რაღაც გაუთვალისწინებელი რაღაცები, ანუ გადატვირთვა რომ არ მომხდარიყო და 265 უბანი ისევ გაყვეს. ანუ
500 უბნიდან 265 იყო და გახდა 500. მაინც ბევრი დარჩა გაერთიანებული, მაგრამ კიდევ 265-ით მეტი იქნებოდა, როგორც თავდაპირველად გაიყო, მაგრამ მე რაღაცა ეთქობა ძალიან შეეშინდათ და იფიქრეს, რომ ისევ გავყოთო. ეს ლოგისტიკური ამბავიც მოხდა. თუმცა, ხო, ეს უბნების გაერთიანება კანონში ჩაეწერა, უბრალოდ ეს ზედაჭერი და ამაზე ვენეციის კომისიასაც ჰქონდა რეკომენდაცია, რომ უბნებსო, ნუ შეცვლითო მაინც და მაინცო, გაერთიანებთო, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს. გასაგებია. არა, ლოგისტიკურად ტრადიციულ უბნებზეც 1500-იან უბნებზეც, როცა მექანიკურად ხდება რეგისტრაცია, იქაც 5 რეგისტრატორი მაინც საჭიროა. ასე რომ ამ ნაწილში რასაც გულისხმობთ ამ 5 რეგისტრატორს, დიდი უბნების შემთხვევაში მაინც საჭირო იქნებოდა. კი, და ჩვენ უნდა გავთვალოთ ეს 5-ზე, იმიტომ რომ მაქსიმალურ რაოდენობას დავადგენთ, ასე ვთქვათ, წევრებისას, აბსოლუტურად და ესე უნდა იყოს. კიდევ ერთი პატარა თემა, რაც მინდა რომ ანუ პრინციპულად მოვასწროთ დღეს, მაგრამ მე უკვე გამოგიგზავნით, უკვე 2 საათია თითქმის შეხვედრა მიდის და თქვენც რომ ბევრი დრო აღარ წაგართვათ. აი ამ საზედამხედველო საბჭოზე ვიმსჯელოთ, როგორ უყურებთ, თქვენი ესეთი თავდაპირველი დამოკიდებულება როგორია და შემდეგ მე ამ დოკუმენტს გამოგიგზავნით, რომ შემდეგი შეხვედრისთვის 4-შაბათისთვის უკვე თუ რამე გექნებათ მოსაზრებები, აი ეს დიდი დოკუმენტია, ანუ კოდექსიდან გადმოწერილი მუხლებია, რომელ მუხლში რა შევცვალოთ, აი დღეს ნამსჯელიდან გამომდინარე და მე ერთად დავსხეთ და გავიაროთ. ანუ მანამდე რომ თქვენც მოიფიქროთ და შემდეგ მასე გავაგრძელოთ მუშაობა. და საზედამხედველო საბჭოზე რას ფიქრობთ, რამდენად გამოგვადგებოდა, ანუ იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნებოდა თუ კი აი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საზოგადოების მონაწილეობით, არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით რაღაცა ეს გამჭვირვალების უზრუნველმყოფი ორგანო ჩამოყალიბდებოდა, რომელსაც ხელი მიუწვდება პროგრამასთანაც, ვერიფიკაციის აპარატებში რა იქნება ჩატვირთული, რა სერვერს უკავშირდება, კოდებთან მიუწვდება ხელი, აი IT-ის დახმარებით შეეძლება გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და არ ელოდოს რაღაცა პროვივისნაირი აუდიტორული კომპანიების მიერ დასკვნებს, რომელიც უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრა იყო და მთელი ერი დარწმუნდა ამაში. რო გამოთქვათ თქვენი მოსაზრებები აი ამ საზედამხედველო საბჭოსთან დაკავშირებით. თქვას კეთი მე მგონი კეთი იყო პირველი და მერე ვიტყვი. მე არ ვამბობდი გიორგი, შეგიძლია? კი ბატონო. საზედამხედველო საბჭოს რაც შეეხება ზოგადად ერთ-ერთი ვერსია, ბარემ აქვე გეტყვით ეს სალომე ზურაბიშვილთან, როდესაც გქონდა ჩვენ ეს ფორმატი რამდენიმე თვის წინ. ერთ-ერთი ვერსია იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში საერთაშორისო კომპონენტის შემოტანა. ოღონდ ესეც როგორც დროებითი მექანიზმი და დროებითი ან შუალედური მიზნისთვის. რადგან განადგურებული არის საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაც, არა მხოლოდ რეპუტაციულად, არამედ არც არავინ ენდობა მათ ქმედებებს და ყველაფერს თავი დავანებოთ, ახლა ნდობა საზოგადოების მხრიდან ნდობა არის არჩევნებში ყველაზე მთავარი. ყველაზე მთავარი. შეიძლება იდეალურად ააწყოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ თუ ნდობა არ აქვს მას საზოგადოების მხრიდან, ის არჩევნები ვერ შეიძენს ხო ლეგიტიმაციას. აი ამ მიზნით გვინდოდა ჩვენ, ცოტა ნედლი იდეა იყო, უბრალოდ იყო ნამუშევარი, მაგრამ სხვადასხვა ვარიანტებით და ვარიაციებით. რომ შემოსული იყო არა შეიძლება ამ ფორმით, რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ სამეთვალყურეო საბჭოში, არამედ რაღაცა დიფერენცირება ყოფილიყო თვითონ ცესკოს შემადგენლობაში და მოკლედ კორპორაციებში როგორც ხდება ხოლმე, კერძო კორპორაციებში, დირექტორთა საბჭოებში და სამეთვალყურეო საბჭოებში ეს შესაძლებელია. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ მე შეგახსენებთ, ვისაც გახსოვთ ეს 21 წელს შარლ მიშელის რეფორმა ითვალისწინებდა საკონსულტაციო საბჭოს და ეს იყო რა ვიცი, ტრახით დასრულდა, იმიტომ რომ
რესპექტაბელურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს მასში მონაწილეობაზე. საერთაშორისო ორგანიზაციებმა გვითხრეს უარი. მათ შორის ჩვენ შევთავაზეთ ICS, IRA-ის, NDI-ის. ყველამ თქვა, რომ ეს ჩვენს მანდატს ცდება და ჩვენ ვერ ჩავერევით ამ საკითხში. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ისედმა SIMTI უარი თქვეს იქ, იმიტომ რომ წესზე ვერ შეთანხმდნენ გადაწყვეტილების მიღების და ეგრეთ წოდებული გონგოებით დააკომპლექტა მაშინ ეს CESCOM და სანამ არჩევნები იქნებოდა, მანამდე გაუქმდა. ეს კიდე ცალკე ტრაგიკომიკური საკითხი იყო, მაგრამ საერთოდ ამ საერთაშორისო აქტორების ჩართვას მე მივესალმებოდი დროებით. ოღონ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ხო მართლა ეფექტურად ჩაერთვებოდნენ და მარტო ადგილობრივი რესურსებით სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება არ ვიცი, რამდენად ბევრის მომცემი იქნებოდა. იქნებ პირიქით ჯობდეს, რომ CESCO გავაძლიეროთ და თუ საერთაშორისო კომპონენტი არ იქნება, ადგილობრივი NGO-ების გარო შედგებოდეს, არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ცოტა დაფიქრება ჭირდება. ხო, ისიც არის მნიშვნელოვანი აქ, ხო, ან ცალკე კომპონენტებზე რომ ვიმსჯელოთ, მე მგონი არც ეს იქნება სწორი, იმიტომ რომ მაშინ თლიან სურათს უნდა ვხედავდეთ. ან მარტო პარტიული საარჩევნო ადმინისტრაციით მივდივართ, შერეული რჩება ან რაღაც მოდიფიკაციით. სრულად პროფესიული, იდეაში სრულად პროფესიული არის ყველაზე კარგი და ნაცადი მეთოდი, ოღონდ იქ სადაც არსებობს ნდობა. საქართველოში სრულად პროფესიულ საარჩევნო ადმინისტრაციაზე გადასვლა უახლოესი წლების განმავლობაში მე არ მგონია სწორი ნაბიჯი და ამას იზიარებს EUTOC, ვენეციის კომისიაც, იმიტომ რომ ხო ვიცით როგორც ხდება, ხო? პირდაპირ ამბობენ, რომ მართველი პარტიის ფაქტობრივი დომინაცია. ეს არის პრობლემა, თორე საბოლოო მიზანი ალბათ უფრო ეს უნდა იყოს, რომ სრულად პროფესიული, ნეიტრალური საჯარო საარჩევნო მოხელეები რომ არსებობდნენ. და ამ ჩვენს მოცემულობაში ხო თუ პარტიულები იქნებიან, არ ვიცი, შეიძლება პარტიებმა შეასრულონ ეს დამაბალანსებელი ფუნქცია. ან აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხო კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვანი. სასწავლო ცენტრი უნდა გაძლიერდეს მასში, ხო, თუ მთლად პარტიული იქნება საერთო ადმინისტრაცია ზოგადად და ტრენინგები და პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნონ ამ ადამიანებმა. ასე რომ ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვიტყოდი, რომ ხო, საერთაშორისო კომპონენტის შემოტანა შუალედური ეტაპისთვის მისასალმებელია. თუ რეალისტური იქნება. კი ბატონო, მადლობა. უკაცრავად კეთი, გქონდათ ხელი აწეული, ვერ დავინახე. არა, ტექნიკურად ვერ ვახერხებ ხელის აწევას რაღაც პრობლემების გამო. თუ შეიძლება მოკლედ ვიტყვი, აი ამ საზედამხედველო კომისიის შესახებ, ანუ საერთო სისტემაში როგორ ჩაჯდება გააჩნია, ანუ საერთოდ რა მოდელზე შევთანხმდებით, როგორ უნდა ჩავატაროთ და მაგის მიხედვით, მაგრამ გამოცდილება, აი გიორგიმაც ისაუბრა, ეგეთ არ გვაქვს კარგი ამ მიმართულებით. აი ეს არის ხოლმე დამატებით წნეხი რაღაცა საქმეს როცა აკეთებ, რაღაცა კომისია, რომელიც ზედამხედველობს და რაღაცა ჩვენი ისტორიული გამოცდილებაც ეგეთი გვაქვს, რომ ეს კომისიები და რაღაცა შეზღუდვების რაღაცა თითქოს ხელს გიშლიან რეალურად რაღაცის კეთებაში, ანუ ზოგადად ეგეთი სახე აქვს ხოლმე. და ამ შემთხვევაში ზოგადად საერთო მოდელში როგორ ჩაჯდება და რა ფორმის იქნება, თორე სულ არის საფრთხე, რომ არ შექმნა რაღაც დამატებით მონსტრი, როგორც გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისია დღეს, მაგალითად, რომელიც არის რაღაცა დამატებით მონსტრი, რგოლი, რომელიც ანუ არაფერს არ გიკეთებს და იყენებს ხელისუფლება თავის სასარგებლოდ. გასაგებია ეს იდეა თქვენ რასაც ამბობთ, რომ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს რაღაც NGO სექტორით და სხვა ადამიანებით დაკომპლექტებული, მაგრამ ზოგადად ესეთ ფორმებს არ მოაქვს ხოლმე კარგი შედეგები და საერთოდ ამ ფორმატში როგორ ჩაჯდება, მაგის მიხედვით ესეთი ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიდი მადლობა, ამიტომაც ვიმსჯელოთ ამაზე და ნელ-ნელა ვიფიქროთ. ვანო, თქვენი რიგია.
ხო, საინტერესო იდეაა. იდეურად მართლა ესეთი მნიშვნელოვანი თემა ალბათ იქნება და გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო შეზღუდული შეიძლება იყოს ხელისუფლება საზანმოხადელო საბჭოს ეფექტური მოქმედებისა და ზემოქმედების ფონზე, თუ მით უმეტეს იქნება საერთაშორისო შემადგენლობა და გარკვეულწილად მათი ჩართულობა იქნება. ანუ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ალბათ არა მხოლოდ იდეის სიკარგეზე, არამედ ეს როგორ შეიძლება რომ განხორციელდეს. ხო, ანუ ტექნიკური ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კეთის დავეთანხმო იმაში, რომ შეიძლება პირიქით ხელისშემშლელ ფაქტორად იქნეს და პირიქით არამობილური გადაწყვეტილებების რაღაცა წყაროს იყოს და მათ შორის შესაძლოა თუ კი მაგალითად აი ამ საბჭოში რაღაცა გარკვეული წარმომადგენლობითი კოტები, რომელიც დადგინდებოდა, როგორც ეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, პირიქით, ასე ვთქვათ, გამრავლებელი ფუნქცია არ შეიძინოს ამ საბჭომ, ხო? ანუ შეიძლება აქაც რაღაცნაირად ისე დაჯდეს, ასე ვთქვათ, რაოდენობა, რომ პირიქით წავიდეს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღება, ანუ არასწორ მხარეს. ამიტომ რთული იქნება, თუმცა იდეა ძალიან კარგია, ბუნებრივია, მაგრამ სამჯერადო ხან ნახეთ, ანუ რამდენიმე ათასი კი რამდენიმე ათეული ათასი აპარატი გამოდის, რომ არსებობს დღესდღეობით, ხო, ამიტომ არის ძალიან რთული ამ აპარატების ზედამხედველობა და მე ვთვლი, რომ შეუძლებელიც კი და ამიტომაც თავიდანვე ვიზახდი, რომ ელექტრონული არჩევნები იყო დიდი შეცდომა და ეხლა იგივე აზრზე ვარ ბევრად უფრო გამყარებულ აზრზე, ვიდრე არჩევნებამდე ვიყავი, ბუნებრივია და სწორედ ამ აპარატების გაკონტროლება რაც არ უნდა საზედამხედველო საბჭო, რაღაც 10-20, რამდენი კაციანი შემადგენლობა უნდა იყოს 1000, 18 და 17 და 15000 აპარატს ვერ გააკონტროლებ ფიზიკურად. თან იმ ფონზე, როდესაც არ იცი, რომელ უბანზე რას აკეთებენ, იქ მაგალითად წინა შეხვედრაზე ვთქვი, რომ რომელი ასე ვთქვათ, რომელ საწყობში არის დასაწყობებული, იქ რეგიონში რომ არის ჩატანილი და სრული კონტროლი კამერებზე თუ შენობაზე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ისევ ხელისუფლებას გააჩნია, ვინსაც შეძურება და რას ასე ვთქვათ, манипуляციას შეატარებს ამ აპარატებზე ჩვენ არ ვიცით ბუნებრივია და დამერწმუნეთ რომ ვერც საზანდამხედველო საბჭო ვერ გააკეთებს ამას. ეს ერთი, მეორე, манипуляციის კვალის აღმოჩენა შესაძლებელია, კი ბატონო, მაგრამ დამერწმუნეთ რომ 10000-ობით აპარატის შემოწმება მოითხოვს რამდენიმე წელს და არა ერთ ან ორ თუნდაც თვეს. ძალიან დიდი ხანი ჭირდება ამას. მით უფრო, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, როგორ მაქსიმალური манипуляციისთვის იქნა ეს ყველაფერი გამოყენებული. ხო, ამიტომ კიდევ მეორე იდეა კარგია, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე რაღაცნაირად აი ეს ზედმეტი, ასე ვთქვათ, რგოლი ხო არ შეიძლება იყოს, რომელმაც პირიქით შეიძლება სხვა მხარეს წაიყვანოს, ასე ვთქვათ, არჩევნების ბედი. ეს არის უბრალოდ ისე რომ საერთაშორისო შემადგენლობა იყოს ჩართული და ასე შემდეგ. მათ შორის ნახეთ, ანუ საერთაშორისოს, ანუ ვის ვეუბნებით, ხო? ანუ ვინ უნდა ჩაერთოს, ვინმე არსებობს საერთაშორისო დონეზე, ვინცაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ის იდეალურად, ანუ მხოლოდ, ანუ გასაჩივრების პროცესი იქნება ის თუ ტექნიკური ნაწილი თუ იურიდიული მიმართულება, ეს ადამიანები ამის, ასე ვთქვათ, აწევას შეძლებენ, ამის გაანალიზებას და ამისათვის ეყოფათ ის კომპეტენცია, რაც მათ გააჩნიათ. იმედენად ბევრი პროცესი მიდის, რომ რამდენმა ადამიანმა უნდა, ასე ვთქვათ, შეისწავლოს და გაანალიზოს ეს ყველაფერი, ხო? რამდენი უბანი, რამდენი ოლქი და ასე შემდეგ აპარატი და უამრავი, მათ შორის სასამართლოების დონეზე მე რამდენი წავა. ამიტომ ეს ამბავი, ანუ რამდენად ეფექტური იქნება, შეძლებს თუ არა მუშაობას, ეს არის გასაანალიზებელი. მადლობა. კი ბატონო, დიდი მადლობა. კიდევ ხომ არ გაქვთ ეხლა შენიშვნები და თუ არა და დღეს დავასრულოთ და მე 4 შაბათისთვის გავაგრძელოთ თუ აღარ არის კომენტარები. ლილი, 4 შაბათს საათს შევთანხმდით? ისევ 4 საათი დავტოვეთ, იმიტომ რომ ბატონო, ხო, 4 დავტოვეთ, იმიტომ რომ ზოგს არ შეუძლია უფრო ადრე და შესაბამისად კარგით, მაშინ ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობის. მადლობა ყველას. დიდი ნახვამდის მადლობა. მადლობა. ჩართულ და დაინტერესებულ საზოგადოებას და ესე იგი გელოდებით 4 შაბათს მაშინ და ბედნიერი დღეები და წარმატებული ბრძოლა ყველას. ასევე ყველას ნახვამდის. ნახვამდის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. I'm